მოგესალმები მაყურებელს. მედია საინტერესო ეთერი გამომოთქვამთ. კი, ნამდვილად თემა არის ეს საინტერესო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთი ძალიან აქტიური არის და ამიტომ რეჟიმების სპეციფიკებზე მოვილაპარაკეთ მე და შენ, რომ აუცილებლად უნდა გვესაუბრა ამ თემებზე. რა არის ახლო აღმოსავლეთი, რა ფენომენია, როგორი რეჟიმებით იმართებოდა წარსულში და ეხლა რა არის? იქაური რეჟიმები როგორია და ქვეყნები, რომლებიც შედის ამ რეჟიმის მმართველობის აფერზე უნდა ვისაუბროთ. კი ბატონო, თვითონ მცირე შესწავლის სახით, სანამ ამ თემას შევუდგებოდით, ამას ვიტყვი როგორც მკვლევარი, რომელიც მრავალი წელია მთელი რიგი მიმართულებას იკვლევს. ძირითადად გეცოდინებათ ეკლა, რომ ეს ირანი არის, მაგრამ ვინც ირანს იკვლევს, შეუძლებელია ახლომდებარე რეგიონიც არ მოხდეს მის შესწავლის არეალში. შეუძლებელია ფიზიკურად, იმიტომ რომ გარე რეგიონულ ფაქტორებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა იმ პროცესებს, რომელიც რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ ხშირად რეგიონში და მოსაზღვრე ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური და შიდა პროცესები აისახება თვითონ ქვეყნის შიგნით მთელ რიგ პროცესებზე. იქნება ეს რაიმე სახის რეფორმების გატარება ან პოლიტიკური რეჟიმის გამკაცრება. ამიტომ აქ მთელი ის არის ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია თუ რა თქმა უნდა გაინტერესებს კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკური რეჟიმის სპეციფიკა, რატომ არის ეს დიქტატორული და რატომ არ არის სხვა დიქტატორული. ეხლა რომ შევუდგეთ თვითონ ახლო აღმოსავლეთის თემას, ძირითადი დამახასიათებელი, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ქვეყნებისთვის არის ის, რომ ეს ჩვენს გვეხება სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ ისეთი ქვეყნები დასახელდება, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენ სისხლს გვიშრობთ. და ჩვენზე ხო მოქმედებს ეს, ხო არის თურქეთზე მაგ კონკრეტულად საუბარი, ოსმალეთის იმპერია იყო მაშინ და ჩვენ ხო გვახსოვს ქართველების კოლექტიურ მეხსიერებაში თურქეთი, დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკა, მაგრამ თურქეთი ასოცირდება მის წინამორბედ სახელმწიფოს, ხო, რომელიც ოსმალეთის იმპერია იყო. მართავდა უნდა ეს თურქული ოსმანთა დინასტია და შემდეგ სხვადასხვა ხალხების მიერ ეს შემდგარი იმპერიის ერთგვარი კონგლომერატი იყო, გადაჭიმული სამხრეთ ესე იგი არაბეთის ნახევარკუნძულის ესე იგი იემენიდან დაწყებული, დამთავრებული ესპანეთამდე, ხო, მაროკოს ჩათვლით. და ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში უარყოფითად არის თავისთავად თურქეთის დადებითად არ მოიხსენება, ხო, არაფერი დადებითი იქ თურქეთთან ჩვენ არ გავკავშირებს, ისე ისი არის ეს ქვეყნები. მაგრამ ამას კიდევ სხვა ფაქტორებიც ემატება, რომელიც ასევე დაამძიმა ამ მოსახლეობის, იმ ქვეყნების მოსახლეობის, რომელსაც ახლა ჩამოვთვლი და რიგრიგობით განვიხილავთ. მათ მსოფლმხედველობას, დამოკიდებულებას გარე ფაქტორებთან. იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის არის მიუღებელი უცხო ქვეყნების დომინანტობა, კარნახი, ამ შემთხვევაში ახლა ბოლო უახლესეს რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა, ისი არის მათთვისაც. ამიტომ როცა საუბრობ კონკრეტული ქვეყნის ანტიდასავლურ განწყობებზე და პოლიტიკაზე, იქნებ ხო არ ჩავეძიოთ იქ, ხო არ იყო რამე ისეთი, რაც ამ განწყობების ფუნდამენტია. მე ვფიქრობ იყო და საკმაოდ სერიოზული და ახლა თქვენ შეგეძლიათ მე თვითონ გადაამოწმოთ ის ყველაფერი, რასაც გეტყვით, ახლა კონკრეტულ სტატისტიკას არ შევეხები, იმიტომ რომ ეს მაშინ ცალკე უნდა ჩავშალოთ და დღევანდელ ეთერში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ამიტომ კონკრეტული ქვეყნების მცდელობები დაეღწიათ კოლონიალური მმართველობა მთელი რიგი აჯანყებებით, იქ ესე რომ გავმიხილოთ, ამას ყოველ ქვეყანას თითო ის უნდა ეთერი დაუთმოთ. ახლა ასეთი ფორმატით თავისთავად არ გავიდა ზოგადი დამახასიათებელი, ზოგადი სურათი რო შეგვიხსნეს აი ამ ქვეყნებზე როგორი პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადეს, ამ შემაჯამებელ ინფორმაციას მოგასვით. შემდეგ უკვე თუ იქნა დაინტერესება, შეგიძლიათ კომენტარებში აღნიშნოთ, რომელი ქვეყანა იქნება თქვენთვის უფრო საინტერესო, რომ კონკრეტული ეთერი დაეთმოს უბრალოდ აი ამ ქვეყანას ან რეგიონს. დავიწყოთ ახლა იმით, რომ ეს ქვეყნები, რომელიც ჩვენ ახლა დღეს უნდა განვიხილოთ, მათი პოლიტიკური რეჟიმების ტრანსფორმაცია დღემდე,
არ შევეხები შუა საუკუნოვანი, ახლა ის სულ სხვა სპეციფიკა იყო. ბოლო 200 წლის განმავლობაში რაც მათ მეხსიერებაში, მოსახლეობის მეხსიერებაში ღრმად არის გადგმული, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყვნენ ესენი ყველანი სახელმწიფოები, რომელსაც ჩამოთვლი სხვადასხვა სტატუსებით. შემდეგ უკვე კოლონიალური სახელმწიფოები ჩაერთნენ აი ამ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიის გადანაწილების პროცესში. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია ნაკლებად, გერმანიას კოლონიალური შერჩა უფრო აფრიკის ცენტრალურ ნაწილში, დანარჩენი სფეროები უკვე ახლა ეს სახელმწიფოები ახლა მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ლიბია, ეგვიპტე, იემენი, ნავთობმონარქიები საუდის არაბეთის ჩათვლით, სირია, ერაყი, იორდანია, ირანი, აი ეს სახელმწიფოები ახლა ირანის გარდა მაროკოდან დაწყებული, აგერ იემენამდე დამთავრებული შედიოდნენ ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. მათ სხვადასხვა პოლიტიკური სტატუსი ჰქონდა. ერთიანი ოსმალური მმართველობა, რომ ადგილობრივი მმართველი ან დინასტია არ ყოფილიყო, ძალიან მცირე გამონაკლისი იყო. ერთი შეგვიძლია დასახელდეს ალჟირი და ლიბია, სადაც სახელმწიფოებრიობის ჩანასახი იმ პერიოდში, როცა ოსმალეთმა ეს ტერიტორიები დაიკავა, როდესაც ეს ისლამის რენესანს რო უწოდებენ, ანუ ეს ლაშქრობები, ისლამის გავრცელების კამპანიები, დაიწყო აგერ არაბეთის ნახევარკუნძულიდან და შემდეგ ჩავიდა ეგერ ესპანეთის სამხრეთ ნაწილზე, სადაც შექმნეს კორდობის ხალიფატი, რომელიც თითქმის მე-14 საუკუნის ბოლომდე გასტანა. და რეკონკისტის შედეგად ქრისტიანმა მმართველებმა, ევროპის მმართველებმა, ესპანეთის მმართველებმა დაამარცხეს ეს კორდობის ხალიფატი და ისლამურ სახელმწიფოს პირენეის ნახევარკუნძულზე ბოლო მოუგეს. მცირე გამონაკლისის გარდა, აი ეს რო დავასახელე ლიბია და ალჟირი, სხვაგან ყველას თავისი მმართველი ყავდა, სხვადასხვა სტატუსი. ძირითადი მოთხოვნა ოსმალეთის იმპერიის, როდესაც აი ამ ექსპანსიის კუთხით ავრცელებდა თავის იმპერიის, აფართოებდა იმპერიის საზღვრებს, იყო რომ მინიმალური მოთხოვნა ასეთი იყო, რომ რაღაც მცირე გარნიზონი თავისთავად ოსმალეთის ჯარების უნდა იქ ჩამდგარიყო და ასევე სულთანე ფადიშახის უზენაესობის აღიარება, როგორც მათი ლიდერის და მუსლიმების მფარველი. რადგან ეს სახელმწიფოებიც მუსლიმები იყვნენ, მუსულმანური იყვნენ და თურქეთის სულთანი მაშინ იყო ხალიფა, ანუ მთელი მუსლიმების სულიერი ლიდერი. და ეს იყო ძირითადი მოთხოვნები, რაც ოსმალეთს აძლევდა საშუალებას, რომ აგერ იდეოლოგიური კუთხითაც თავისი გავლენა ადგილზე შეენარჩუნებინა და ადგილობრივ ტომებზე, ელიტებზე დაყრდნობით, თავისთავად ოსმალური ჯარების გამოყენებით, თავისი პოლიტიკური გავლენა იმ ქვეყნებში შეენარჩუნებინათ. შემდეგ, როდესაც ოსმალეთის იმპერიის დასუსტების ეპოქა დადგა, ეს მე-18 საუკუნის ბოლოს, აი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენთან უკვე ერეკლე მეორე იყო, ოსმალეთის იმპერია სულ ზღაფავდა. ანუ თუ მიუდგეთ კონკრეტულად ჩვენ საქართველოს მიმართ, რაიმე ეგზისტენციალური საფრთხე იმ პერიოდში თურქეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ფიზიკურად ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ ძალა არ ქონდა, მთელი რიგი აჯანყებები მიმდინარეობდა აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ოსმალეთის წინააღმდეგ, არაბულ ნაწილში, არაბეთის ნახევარკუნძულის ტომები უჯანყდებოდნენ ოსმალეთის მმართველობას და ასევე ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სადაც ეს ბერძნების, ბულგარელების და სერბების ეროვნული თვითშეგნება უკვე მწიფდებოდა და თავისთავად გარე ძალების ჩარევით და ხელშეწყობით მიმდინარეობდა აჯანყებები, მთელი რიგი დესტაბილიზაციური ოსმალეთის იმპერიისთვის პროცესები, თავისთავად რომ დაესუსტებინათ ოსმალეთის იმპერია და თავისი გავლენები გაევრცელებინათ. ასეთ პირობებში თავისთავად თურქეთს არ ქონდა იმის რესურსი, რომ საქართველოს დაეპყრო ან რაღაცა, უბრალოდ რაც გავლენები ქონდა და იქ ტერიტორიები დაკავებული, იმით ჯერდებოდა. იმიტომ რომ დააგვირდით, მე-18 საუკუნის ბოლოს, რადგან როგორი მომენტია,
რადგან ოსმალეთის სულთანი ოსმანთა დინასტიიდან იყო ხალიფა, ანუ მუსლიმების სულიერი ლიდერი. თავარი რა ის იყო არგუმენტი, რომ ის არის ხალიფა და არა თქვა სხვა რომელიმე მუსლიმ სახელმწიფოში, თქვა ავტორიტარული მართველი ან დინასტიიდან, ან არ ვიცი, ჩვეულებრივ რელიგიური წრეიდან, რომელიც არის სეიდი, ან უშუალოდ არის დაკავშირებული მოციქული მუჰამედის შთამომავლობასთან, ძირითადად ყოლა ასე აკეთებდა, იმიტომ რომ ყოლა ვინც თავს იბრალებდა რამე რელიგიურ მესიანიზმის ამ იდეების გავრცელების კუთხით, ყოლა არ იყო მოციქული მუჰამედის შთამომავალი. ამას იყენებდნენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მასების მობილიზაციისთვის, იმიტომ რომ რომელს უფრო გაყვები შენ ვინმე უცნობს და შარლატანს თუ აგერ შეხედეთ ჩვენი პატრიცემული მოციქული მუჰამედის შთამომავალია, მას როგორ არ გავყვეთ იმ საერთოდ დია საქმე. ავტორიტეტს დაყვებოდნენ, რა თქმა უნდა. თავისთავად და აუღრეთ ოსმალეთის იმპერიამ მე-18 საუკუნის ბოლოს დაკარგა მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქი მექა და მედინა, რომელიც დღეს საუდის არაბეთის იმაშია, ხო ტერიტორიაში, სამეფოს შემადგენლობაში და საუდის არაბეთი ითვლება აი ამ იმით მექა და მედინის ფარულად და ეს თავისთავად ის არის ხო ერთგვარი რელიგიური ცენტრი ყველა მუსლიმებისთვის, არა მარტო სუნიტებისთვის, არამედ შიიტებისთვისაც. იმიტომ რომ შიიტი პილიგრიმები ჩადიან მექა და მედინაში. ასე არის მათი რელიგიური წამსი შეხედულება, რომ ერთხელ ცხოვრებაში მაინც უნდა წახვიდე ხაჯზე, ხო? ჩახვიდე მექა და მედინაში. დაკარგა თურქეთმა ეს ორი წმინდა ქალაქი. როდესაც საუდის არაბეთში მე-18 საუკუნის შუა პერიოდიდან 1740-იან წლებიდან დაიწყო ვაჰაბიტური მოძრაობა, ვაჰაბიზმი, ყველას გსმენიათ. ნახეთ რა მინდა გთხოვო, სანამ გადავალთ შუად მაგ თემის ჩაშლამდე, ვაჰაბიზმი რა არის საერთოდ, ეგ რო ახსნათ, ცოტა მესმის რომ ძალიან რთულია და ძიმე თემა და დიდი დრო ჭირდება, მაგრამ რაღაც დოზით მაინც რომ აუხსნათ მაყურებელს. შეიძლება ჩვენო მაყურებელმა იცოდეს. რელიგიური განმარტებებს ახლა ამ იმას ვერ შევეხებ, იმიტომ რომ იმხელა დიდი თემა, მაგრამ მცირე მენიშნებას იმას მაინც გეტყვით ახლა. ვაჰაბიტები, სხვა რელიგიური მიმდინარეობა, ახლა სუნიტებიც არიან, სუნიტები არიან ისინიც, ხო? მათთვის მიუღებელი არიან შიიტები, როგორც ვაჰაბიტებისთვის, ასევე სხვა სუნიტებისთვისაც, იმიტომ რომ შიიტებს არ აღიარებენ ისინი. შიიზმის სხვა განშტოება არის, ეს ირანული ფენომენად ითვლება. იმიტომ რომ აი ამას შევეხებით ცალკე ირანზე რო გადავალთ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თემაა და უფრო ის სიღრმისეული შესწავლა საჭიროა აი ამ მიმართულებით. ძირითადი მანიშნებელი არის რომ ისინი ეს ვაჰაბიტები მხარს უჭერენ იმას, რომ ისლამი თავის განვითარების პერიოდში, საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ისლამი გავრცელდა მე-7 საუკუნიდან, დარჩენილი იყო ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ჩაისახა და დაიწყო გავრცელება. მე-7 საუკუნეზე მაქვს საუბარი და მთელი ეს რიგი ცვლილებები, რაც შემდეგ იქნა შეტანილი სხვადასხვა ელიტების მიერ, რელიგიური პირების მიერ, სხვადასხვა ქვეყნებში, ის დანამატები, რასაც ის უწევენ, ისინი ამას არ აღიარებენ. ანუ წმინდა ისლამი მათ მიაჩნიათ ის, რაც იყო მე-7 საუკუნეში. პირდაპირი გაგებით იმ ტექსტით, რაც მაშინ დაიწერა. და მათი მთავარი ამ იდეის იდეოლოგი იბნ ალ-ვაჰაბი, ხო, ეს იბნ ტაიმია. იბნ ვაჰაბი ეს უკვე საუდის არაბეთის სამეფო დინასტიას, საუდების დინასტიას ერთგვარი კონკორდატი დადეს, მაგათ ესე იგი, რომელიც მე-18 საუკუნის შუალედში. ანუ საუდის არაბეთის ეს მმართველი დინასტია საუდიტები თავიანთი ჯარები და მხარდაჭერებით პლუს ამას ემატება რელიგიური ფაქტორი ლეგიტიმაცია მათი მმართველობის. ანუ საუდის არაბეთის დინასტია მიიღო აი ამ ვაჰაბიტური იდეოლოგიის ეს გამავრცელებელი იდეოლოგიის ეს ძირითადი პოსტულატები და დაიყენა თავისი სამეფო დინასტიის ასე ვთქვათ ფუნდამენტად, რაც დღემდე მოსდევს.
ანუ ახლა თვითონ თავს ვაჰაბიტებს არ უწოდებენ ისინი, ის ჩვენ ვართ მუსლიმები ვართ. ნამდვილი მუსლიმებიო. ნამდვილი მუსლიმები მათი გაგებით არის ის რაც იყვნენ მე-7 საუკუნეში. და მათთვის ნებისმიერი სხვა ცვლილება და ეს გადახრა იმ ტექსტებიდან რაც მე-7 საუკუნეში დაიწერა არის მიუღებელი. ანუ ტრანსფორმაციას არ განიცდიან. წარმოვიდგინეთ ახლა როგორია მე-7 საუკუნიდან განვითარებას არ აძლევენ საკუთარ თავს განვითარების საშუალებას. განვითარება საუდის არაბეთი როგორ არა განვითარებული, მაგრამ რელიგიური კუთხით ვიძახი იმ მიმართულებაში დარჩნენ, რაც მე-7 საუკუნეში იყო, მაგას ხსნი, ხო? მცირე ცვლილებები არის, ახლა მთლად ინფორმით ისინი ვერ დარჩებოდნენ, მაგრამ ძირითადი აქცენტი რისკენაც ისინი მიდიან. ახლა მაგალითად საუდის არაბეთი მათი ოფიციალური იდეოლოგია მაინც ახლა ითვლება ვაჰაბიზმი. ვაჰაბი რელიგიური მიმდინარეობა. თავის თავს როგორც თქვი ისინი ამას ვაჰაბიტებს თავის თავს არ უწოდებენ, მაგრამ თვითონ საუდის არაბეთში, ახლა თვითონ ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ არ არიან, იმიტომ რომ ძლიერ შევიწროებას განიცდიან სპეცსამსახურების მხრიდან. არიან ისეთები, რომ ისინიც არ აღიარებენ იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საუდის არაბეთში. ანუ ეს წმინდა ისლამი არ არის. როგორ ახლა ამაზე წმინდა, ახლა ამაზე ის რა უნდა იყოს, მაგრამ არიან ულტრაორთოდოქსები, ულტრარადიკალები, რომლებისთვისაც ესეც მცირე ცვლილებები რაც იქნა დამატებული ამ ბოლო 2 საუკუნენახევარში საუდის არაბეთში. ისიც მიუღებელია. ხო, ეს არის ძირითადი მათი განსხვავება. ახლა ვისაც თუ რელიგიური დოქტრინის შესალა უნდა, ხელმისაწვდომია მასალები და შეუძლია ჩაწყდეს, მაგრამ საკმაოდ რთული თემაა ეს ამას ასე 1 და 2 სტატიის საკითხვა მაგას საქმეს არ შველის. ხო, მოკლედ გავაგრძელოთ ამას, ამ თემისის, ხო? ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა კონტროლი მექა და მედინაზე. ასე რამხელა შეურაცხყოფა იყო ხალ თურქეთის სულთანის, რომელიც არის ხალიფა. ვერ აკონტროლებს წმინდა ქალაქებს, ანუ ხაჯზე ვერ ჩადის მისი ქვეშევრდომები, ვერ ჩადიან. ვერც ერთი იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან. და ამისთვის მას დაჭირდა ეგვიპტის მაშინდელი მმართველის მუჰამედ ალი-ფაშას მხარდაჭერა. ჯარები არ ყავდა, ჯარების მობილიზება ვერ გააკეთა ოსმალეთის იმპერიამ, იმიტომ რომ 2 თუ 3 ექსპედიცია გაგზავნა და ისინი პირწმინდად გაანადგურეს ვაჰაბიტურმა მეომრებმა. და დაჭირდა ეგვიპტის მმართველის ეგვიპტის მაშინდელი მმართველის მეფე არ იყო. მმართველი გამგებელი ასე რომ ეგვიპტის მმართველის მუჰამედ ალი-ფაშას მხარდაჭერა და ის დათანხმდა ამაზე იმ პირობით, რომ ოსმალეთის იმპერია მას შიდა ავტონომიას მისცემდა, ანუ მისცემდა უფლებას, რომ სახელმწიფო შეექმნა ოსმალეთის სუზერენიტეტის ქვეშ. და ოსმალეთის იმპერია ამაზე დათანხმდა. და ეგვიპტის ჯარებმა აიღეს ზუსტად მექა და მედინა გაანთავისუფლეს და დაუბრუნეს ოსმალეთის იმპერიას. პარადოქსია, ხო, მე აქ საუბრობ რა დონემდე დეგრადირებული და დაცემის პირას იყო ოსმალეთის იმპერია წმინდა მუსლიმებისთვის და თან მმართველი დინასტიისთვის წმინდა ქალაქები. იმპერიის დანგრევამდე ნახე, როგორი რაღაც ვთქვათ, იმპერიის დანგრევამდე რომელი სახელმწიფოები მოიაზრებოდა ოსმალეთის იმპერიაში, დღევანდელი სახელმწიფოები, რომლებიც არიან, ეს მიახლოებით რო ვთქვათ, იმპერიაში რომელი ქვეყნები შედიოდნენ, ხო? მე უყურეთ, მე ახლა რა იმაზე გავჩერდი, ანუ რატო უსვამ ხას? მე ხო გითხარით რომ იქ მცირე გამონაკლისები იყო რომ ახლა ალჟირში და ლიბიაში სახელმწიფოებრივი ის ფუნდამენტი არ ქონდათ ისტორიულად. ახლა რაღაც წარმონახნები თუ იყო პატარა მეფესავით მმართველების იქაური მეთაურების ეს ამას საერთო სახელმწიფოებრივი ეროვნული ის ფუნდამენტი ის განვითარდება არ მოჰყოლია შემდეგ პერიოდში და ახლა ოსმალეთის იმპერია არ შეუდგებოდა ლიბიაში და იმაში ალჟირში სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებას. რაც ახტა ის მოცემულობა ადგილობრივ ტომები გადაიბირა თავის მხარეს გითხარით რომ ადგილობრივში და იმაში ძირითადად არ ერეოდა თუ ოსმალეთის იმპერიის ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდა და დანარჩენი ახლა გარნიზონებს ჩააყენებდა ეხმარებოდნენ ოსმალეთის იმპერიას საერთო საქმიანობაში და ამისთვისაც თავის გარკვეულ ბონუსებსაც ღებულობდნენ. ოღონდ თურქეთის სულთანი უნდა ეხიარებინათ თავის მმართველად. მაგრამ უყურეთ, ხო დაჭირდა აგერ ეგვიპტის მხარდაჭერა. ანუ ასეთი რაღაცებს იყენებდა თავის იმაში, ზუსტად ამაზე მქონდა საუბარი, რომ აი ამ ადგილობრივ ელიტებს რო ახალისებდა, მერე იყენებდა საერთო იმპერიის საქმიანობაში და აგერ დადგა ეს პერიოდი, როდესაც წმინდა ქალაქები მექა და მედინა ვერ დაიბრუნა საკუთარი ჯარით. ანუ ოსმალური ჯარით ვერ დაიბრუნა.
გაანადგურეს ვაჰაბიტებმა და მერე ეგვიპტის ჯარებმა გაანადგურეს ვაჰაბიტები დააბრუნეს ეს მუსლიმების წმინდა ქალაქი მექა და მედინა ოსმალეთის იმპერიის მმართველობის ქვეშ და ეგვიპტის მმართველმა მუჰამედ ალი ფაშამ შექმნა სახელმწიფო მმართველი დინასტია რომელიც 1953 წლამდე გასტანა. ნუ შემდეგ მივავალთ შევეხებთ ეგვიპტესაც როგორ მოხდა დინასტიის დამხობა. საერთო ამათ რა აქვს რომ ყველა შედიოდნენ ოსმალეთის იმპერიაში მაროკო, ტუნისი, ალჟირი, ლიბია, ეგვიპტე, იემენი, ნავთობმონარქიები წოდებული დღეს საუდის არაბეთი, ქუვეითი, ყატარი, ბაჰრეინი, გაერთიანებათა სამიროები, ომანი, ერაყი, სირია, ლიბანი, იორდანია, ნუ ისრაელი მაშინ არ იყო, ნუ ეს ტერიტორიები ყოლა, ნუ მთლიანად შედიოდნენ. სხვადასხვა სპეციფიკებით იყო რეგიონები, რომელსაც ის მაინც ვერ აკონტროლებდა. მაგალითად, იემენის მთიანი ჩრდილოეთ ნაწილი, მთიანი ეს გორიანი ტერიტორიები, რამოდენიმე ექსპედიცია გაგზავნეს, თუმცა წარუმატებლად იემენმა ეს მეომარმა ტომებმა ისინი დაამარცხეს და შემდეგ ფორმალური სახით სულთნის სუზერენიტეტის აღიარებით დაიმორჩილეს, ვერ ვიტყვი, მაგრამ ლოიალურები მინიმალურად გახადეს, რომ პრობლემები არ შეუქმნან ოსმალეთის იმპერიას. მაგრამ როდესაც უკვე ოსმალეთის იმპერია სუსტებოდა, გარე მოთამაშეებმა მაშინ იმ პერიოდში ასეთები იყვნენ დიდი ბრიტანეთი პირველ რიგში, საფრანგეთი და შემდეგ იტალია უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს შეუერთდა. ძირითადი აქტორი და არქიტექტორი აი ამ კოლონიალური გადანაწილების იყო დიდი ბრიტანეთი. როდესაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა ოსმალეთის იმპერია, გადანაწილება მოხდა შემდეგნაირად. მთელი რიგი ტერიტორიები გადავიდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ, ან მისი მანდატის ქვეშ. ასევე საფრანგეთსაც ერგო თავისი წილი იქ სირიაში, სირია გადაეფორმა საფრანგეთს 1946 წლამდე, ეს პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. და ეს სახელმწიფოები მოყოლებული ამა ალჟირიდან, ტუნისი და ასე შემდეგ, ხო? ყველა სახელმწიფოებრივი არ ქონდა, მაგალითად ლიბიამ სახელმწიფო ოფიციალური სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 1952 წელს აღიარა, მსოფლიო ომი აღიარა. თვითონ კი გამოაცხადა, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა ხო ჭირდებოდა. 1952 წელს ლიბიამ, მანამდე რამდენი საუკუნე იყო იმის ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ტუნისში ცოტა სხვა სპეციფიკა იყო. ტუნისში, აი დავიწყოთ ტუნისიდან მაშინ, ახლა შევეხებით ტუნისის პოლიტიკურ იმას. ტუნისში მართავდა იმ გაგებით, რომ ფორმალური მმართველობა გააჩნდათ ხუსეინიდების დინასტიას. როცა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ხუსეინიდების დინასტია მართავდა და შემდეგ უკვე საფრანგეთმა როდესაც დაიპყრო, მმართველი დინასტია დატოვა, მაგრამ სრული ფორმალური სახით. ესე იგი, მთელი ეკონომიკა, საშინაო და საგარეო პოლიტიკას განაგებდა საფრანგეთის კოლონიალური ადმინისტრაცია. რეგულარული ჯარი არ უნდა ყოლოდა, ფინანსებს და საბაჟო გადასახადებს საფრანგეთის გენერალ-რეზიდენტი აწარმოებდა, სამეფო გვარდიის გარდა მმართველ დინასტიას არაფრის უფლება არ ჰქონდა. იყო მცირე მცდელობები, რამოდენიმე მან ტუნისში ეს ტიტულატურები მეფეების, ახლა ჩვენთან მეფე არის რუსეთში цар ბატიუშკა, ნუ цаრი იყო და ნუ იმპერატორი პეტრე პირველმა იმპერატორი შემოიღეს. იაპონიაში იმპერატორია, ახლა აღმოსავლეთში ახლა არის ამირები არიან და მეფეებიც არიან. მაროკოში სულთნები იყვნენ და შემდეგ უკვე მეფეს ტიტულზე გადავიდნენ. გეტყვით მაგაზე რატო გადავიდნენ? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. სულიედო რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანია რა კავშირებიდან გამომდინარე მოუწიათ ამ გაწყვეტილების მიღება. მაროკოს საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დინასტიები მართავდნენ სულთნების ტიტულით. სულთანი იყო იქ. იქ იმპერატორი არ იყო, სულთანი, მაგრამ როდესაც კოლონიალური ეს იმპერია დაიმსხვრა და მაროკომ ოფიციალურად მიიღო საერთაშორისო დონეზე აღიარების სტატუსი 1956 წელს. მანამდე მონარქები ყავდათ, მაგრამ აღიარება. და შემდეგ 1957 წელს თუ არსებობდა, ხო, 57 წელს ერთი წლის შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ
სულთანმა მუჰამედ მეხუთემ ტიტული შეიცვალა და მეფე გახდა წოდებული. რატომ? იმიტომ რომ სულთანი კოლონიალურ პერიოდთან იყო ასოცირებული დამცირებასთან, ჩაგვრასთან და ეს ინსტიტუტი, მონარქიული ინსტიტუტი სულთნის ტიტულით უკვე მოსახლეობის იმაში აზროვნებაში იყო ასოცირებული, გაიგივებული იყო კოლონიალურ ფრანგულ მმართველობასთან. და ასე ვთქვათ, განაახლა რეფრეში გაუკეთა იმ მონარქიულ ინსტიტუტს და სხვა ტიტულით არის ცნობილი მეფეს ტიტულით. აი ტუნისში ტიტული იყო ბეის ეძახდნენ, ბეი. ასეთი მოკლე ის არის, მიიღო მათი სახელწოდება. რამოდენიმე ბეიმ შეეცადა აჯანყება წამოეწყო მოსახლეობის მხარდაჭერით საფრანგეთის კოლონიალური მმართველობის წინააღმდეგ, თუმცა ფრანგებმა ისინი გადააყენეს, ვერ მოახერხეს, იმიტომ რომ უკვე იმდენად ძლიერი იყო ფრანგულის გამჯდარი, იქ 100,000-ზე მეტი ჯარისკაცი ყავდა მარტო იქ იმაში ტუნისში და რით უნდა დაეპირისპირებინათ, გარე მხარდაჭერებიც არ ყავდათ ახლა იმათ ტუნისელებს და გადააყენეს და ბოლო მეფე მუჰამედ ლამინ მერვე პოლიტიკით საერთოდ არ იყო დაინტერესებული და მისი პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაცია ძალიან ასე ხავერდოვნად მოხდა 1956 წელს, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ხაბიბ ბურგიბამ უბრალოდ ასე პარლამენტის სესიაზე გამოაცხადა მონარქიის გაუქმება. მისი რეჟიმი, ახლა მონარქიის პერიოდი გითხარით, რომ ჯერ ოსმალეთის სუზერენიტეტს აღიარებდა ტუნისის მმართველი დინასტია, შემდეგ ფრანგული კოლონიალურ მმართველობის პერიოდში ფრანგების დომინანტობას აღიარებდა, შეეცადნენ ეს ტუნისელი მონარქები, რამოდენიმე მონარქი მე-20 საუკუნის დასაწყისში აჯანყებები წამოიწყოთ, მაგრამ ფრანგებმა ეს განეიტრალეს და ეს მონარქიული ინსტიტუტი იმდენად დასუსტებული იყო და უკვე არ იყო ავტორიტეტული, რომ თქვათ ეს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე რაიმე ასეთი დიდი წარმატებას მიაღწიαν, მოსახლეობა დაეყოლებინა, როგორც მოხდა ეს მაროკოში. იმიტომ რომ იქ ზუსტად მეფე სულთანი, მაშინ სულთანი იყო. სულთან მუჰამედ მეხუთეს აქტიურობით მოხდა მაროკოს დეკოლონიზაცია. და მიტომ არის ძალიან ავტორიტეტული და პატივსაცემი მაროკოელებისთვის ეს მმართველი დინასტია, ხო? და ტუნისში ეს არ მოხდა. და ის რეჟიმი, რომელიც დამყარდა ხაბიბ ბურგიბა, რაღაც სოციალისტური ელემენტებით ხასიათდებოდა, მაგრამ უფრო პოპულიზმი იყო, პროკომუნისტური რეჟიმი არ იყო, პირიქით პროდასალურ ბანაკში იყო ხაბიბ ბურგიბა და 1957-დან 1987 წლამდე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. გამოირჩეოდა თავისთავად ავტორიტარიზმით, პრესის ცენზურა, ოპოზიციონერების დევნა, მაგრამ რაიმე დიქტატორული რეჟიმი იყო იმ გაგებით, რომ ახლა დემონსტრაციებს თქვენაფროებით ხორეთ და ასეთი არ იყო. მაგრამ თავისთავად მმართველი რეჟიმისადმი კრიტიკა ძირშივე იხშებოდა. ეს ძირითადად ყველა რეჟიმებისთვის ახლომოსავლეთში დამახასიათებელი ერთი არის გამონაკლისი თურქეთი. ახლა თურქეთი უფრო ევროპულია ამ ქვეყნებთან შედარებით. აი მე თუ მკითხავთ ახლა ამ არაბული არა, ახლა თურქეთი არაბული ქვეყანა არ არის. აი ოსმალეთის იმპერიის ნანგრევებზე შექმნილი სახელმწიფოებისგან თურქეთის ჩათვლით. იმიტომ რომ ეს ცენტრი დარჩა თურქეთის, ხო? თურქეთის რესპუბლიკა, რომელია უფრო ცივილური მეტნაკლებად, იმიტომ რომ მაინც ვერ შევადარებთ, ეხლა ჩვენ ახლა იმას დანია და ნორვეგიას, ხო? სხვა სამყაროა, სხვა ცივილიზაცია, სხვა კულტურა, სხვა მენტალობა, სხვა რელიგია არის. და ამას თუ ჩამოწერ, მაშინ ვერასდროს ვერ გაიგებ რა ტიპის მმართველები არიან მან. და მიტომ ხსნიან კოლონიალური პერიოდიდან, ოსმალეთის იმპერიის მმართველობიდან რა გზა გაიარეს ამ რეჟიმებმა, რატომ არის ხშირი შემდეგ ანტიდასავლური განწყობებით. ახლა ტუნისში არ ამგონი ახლა გულზე ეხატებოდეთ ის პერიოდი, როდესაც საფრანგეთის კოლონია იყო. მე როგორც შენგან ვიცი, ვასილ, ყველა ეს სახელმწიფოები მონარქიული რეჟიმის პერიოდში იყო პროდასავლური. და ეხლა რატომ გადავიდა ანტიდასავლურზე, ამიტომ უნდა ახსნა ის წარსული, რომ მივხვდეთ ეხლა რა ხდება და რატომ მოხდა ეს ფორმაცვალება, ხო ამ ყველაფრის.
ხო, ეს კიდევ ერთ-ერთი მე ვთვლი ეს ერთ-ერთი ძირითადი, ყველაზე ძირითადი, aber ერთ-ერთი ძირითადი არის დამახასიათებელი, რასაც კვლევარები და ექსპერტები და პუბლიცისტები ამას არ აქცევენ ყურადღებას, არადა რომ დააკვირდე და მიუდგე მართული ელიტების საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რომ დააკვირდე. არც ერთ ვერ დავასახელებ მე ვერც ერთ მონარქიულ რეჟიმს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც დღემდე არის და რომლებიც დაამხეს, რომლებიც იყვნენ ანტიდასავლური. ორად პროდასავლური და მაგალითად ერაყის მონარქია, ჰაშემიტების დინასტია 1921-დან 1958 წლამდე. ის პრობრიტანული იყო, იმიტომ რომ ბრიტანეთის დიდი გავლენა იყო. ის პროდასავლური მონარქია იყო ამ კუთხით. ერაყის. მაგრამ მაროკოს მონარქია პროდასავლური არის იმ გაგებით, რომ ამ ცივი ომის პერიოდის კონტექსტში სხვა დახმარება ფინანსური, ტექნოლოგიური და სხვა კუთხით ვისთან უნდა ეთანამშრომლო, ახლა სოციალისტურ ბანაკებთან ვერ ეთანამშრომლობდნენ, იმიტომ რომ ისინი პირიქით ანტიმონარქიულ ძალებს უჭერდნენ მხარს. ეს ქვეყნები ცივი ომის კონტექსტში თავისთავად პროდასავლური ვექტორი აირჩიეს ამ ქვეყნებმა და ბევრმა დიდი დახმარება მიიღეს. ვინ როგორ გამოიყენეს სხვა მომენტია. მაროკოს მონარქია, რომელიც დღემდე არის ტუნისში, პროდასავლური კურსი შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მონარქიის ინსტიტუტი გითხარით დასუსტებული იყო და ხაბიბ ბურგიბას ავტორიტარულ რეჟიმას შეცვალა, მაგრამ მის შემდეგაც ხაბიბ ბურგიბას რო დაამხეს და ბენალი დაამხეს აი ამ არაბული გაზაფხულის პერიოდში 2011 წელს. და დღემდე უკვე რამდენი ის არის, იქ პრეზიდენტები შეიცვალა, პროდასავლური რჩება. ანუ იქ ტუნისში მაგალითად პროდასავლური იყო როგორც მონარქია, როგორც ავტორიტარული რეჟიმები და უკვე არაავტორიტარული ეს პრეზიდენტები ტუნისში. იმიტომ რომ სარგებელს ისინი ღებულობენ დასავლეთის მხარდაჭერით. ნუ ამით შეიძლება აიხსნას, მაგრამ სხვა ვითარება იყო მაგალითად ლიბიაში. ლიბიის მონარქი იდრის პირველი რომელმაც დამოუკიდებლობისთვის 40 წელი იბრძოლა ისე რომ ქვეყანაში სამოქალაქო ომი არ დაწყებულიყო, ანუ დიპლომატიური გზით ცდილობდა. ის იყო კირენაიკის ლიბია შედგება 3 პროვინციისგან, ტრიპოლიტანია, კირენაიკა და ფეცანი და ის იდრის პირველი იყო კირენაიკას ამირა. შემდეგ 1951 წელს, 12 წელს, როდესაც გამოცხადდა დამოუკიდებლობა, ის გახდა ლიბიის პირველი და უკანასკნელი მეფე. ქვეყანაში იყო განლაგებული ბრიტანეთის და ამერიკული სამხედრო ბაზები და ნელ-ნელა ვითარდებოდა. ეს რეჟიმი იყო ზომიერად ავტორიტარული. ზომიერად. იმიტომ რომ განსხვავებით იმისა, რამ ჩაანაცვლა მერე მუამარ კადაფის რეჟიმი, ის თავის საქმიანობაში ანტიდასავლურ პოლიტიკას არ აწვევდა. მაგრამ იყო მთელი რიგი საკითხები, სადაც დასავლეთს აკრიტიკებდა. მაგალითად, ისრაელისა და არაბულ ქვეყნების ომის შედეგებით გამოწვეული ის კრიზისი 67 წელს. თავისთავად ეს მუსლიმური სოლიდარობის კონტექსტში ყველა მუსლიმი მმართველი თითქმის ყველა აი ამ აკრიტიკებდა დასავლეთს. დასავლეთი ეხმარებოდა ისრაელს და ამ კუთხით ახლა ამას ეგვიპტეს ხო არ დაგმობდა ახლა ეს მუსლიმი მმართველი. მერე უკვე პრობლემები შეექნებოდა მოსახლეობაში. ამ კუთხით იყო ახლა რაღაც მთელი რიგი ნიუანსები, რომ დასავლეთსაც აკრიტიკებდა. ანუ ყორმოჭრილი მონებს ვერ იტყვი. ვითარება შეიცვალა რადიკალურად, როცა მოვიდა მუამარ კადაფი. ის გახდა პრობლემა ყველასთვის. ყველა მეზობლებისთვის. ტერიტორიული დავა სამხრეთით მდებარე ჩადის რესპუბლიკასთან, შიდა საქმეებში ჩარევა იქ სხვადასხვა ქვეყნების ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პალესტინური გასამხედროებული ამ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა, იასერ არაფატის და მთელი რიგი ტერორისტული დაჯგუფებების მოგეხსენებათ ლოკერში ბრიტანული თვითმფრინავის ჩამოგდება კადაფის ბრძანებით რო გახორციელდა, შემდეგ რო აღიარა და კომპენსაციას გადაუხადა. ასეთი ტერორისტული იმით გამოირჩეოდა ის რეჟიმი. განსხვავება რა იყო ახლა ლიბიის მონარქია იყო პროდასავლური, ზომიერად ავტორიტარული და შეცვალა იმ რეჟიმმა,
რომელიც მონარქიული ინსტიტუტისგან განსხვავებით ფსონი შიდა პოლიტიკაში გააკეთა მცირე ტომებზე. ანუ კადაფია წამოწია, სადაც კადაფი იყო თვითონ წარმოშობით იმ კადაფის ტომებიდან მთელი რიგი სხვა ტომები და მეფე იდრის პირველი ასე დიფერენციას არ უკეთებდა ტომებს. ყველა იყო თანაბრად წარმოდგენილი და მიტომ აიხსნება რომ 52-დან 69 წლამდე თითქმის არანაირი აჯანყება ტომების მმართველი დინასტიის წინააღმდეგ არ ყოფილა. განსხვავებით კადაფის რეჟიმისგან. და მიტომ იყო შემდეგ 2011 წელს, როდესაც არაბულმა გაზაფხულმა დესტაბილიზაციის პროცესები წამოიწყო, აი ამ ტომებმა იარაღი აიღეს. გარე ჩარევა კი იყო, მაგრამ ადგილობრივებმა რატო აიღეს იარაღი? რა იყო ისეთი მიუღებელი კადაფის რეჟიმში, როდესაც მართლა ბევრი სასწაული მოახდენა ეკონომიკური თვალსაზრისით ლიბიისთვის. შედარება რა, ეხლა რას გავს ლიბია, ხო და დანგრევებშია. მაგრამ ეს იყო რომ არ იყო გათვალისწინებული სხვადასხვა ტომების ინტერესები და უმსხვილესი რელიგიური ორდენის სენუსიტები, საიდანაც მმართველი დინასტია იყო, ის საერთოდ პოლიტიკიდან და ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკიდან გარიყა და კაპიკებს უხდიდნენ აი ამ სენუსიტის ორდენის წევრებს, ამ ტომებს. და პირველმა ზუსტად ბენღაზში მოხდა აჯანყება კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ იმ რაიონში, სადაც სამეფო დინასტია მოდიოდა. ეს რო ვიცოდეს სპეციფიკა, ადგილობრივი რეჟიმების სპეციფიკა. მონარქიული რეჟიმები არც ერთი არ იყო, გითხარით, ანტიდასავლური. პროდასავლური იმ გაგებით იყო, რომ ანტიდასავლური არ იყო. ამას ვიტყვი. ხო, და უბრალოდ ცივი ომის კონტექსტში პროსაბჭოური და ესე იგი, პროჩინური იმას ვერ დაიკავებდნენ პოლიტიკას, იმიტომ რომ ისინი პირიქით ანტიმონარქიულ ძალებს უჭერენ მხარს. და ყველა ის მონარქია, რაც დაამხეს არაბმა ნაციონალისტებმა არარელიგიური წრეებიდან. ანუ რელიგიური მოტივებით მათი დამხობა არ მოხდარა. ერთადერთი ირანის შაჰი დაამხეს ამ სასულიერო პირებმა, ხო, მოსახლეობა რო დაიყოლიეს. 69-ში დაამხეს სექტემბერში ლიბიაში მონარქია ნაციონალისტმა ოფიცრებმა, 52 წელს ეგვიპტეში დაამხეს ნაციონალისტმა ოფიცრებმა მუჰამედ ნაგიბი, გამალ აბდელ ნასერი და ანტიდასავლურ პოლიტიკას შეუდგნენ. იემენში 62 წელს დაამხეს არაბმა ნაციონალისტმა ოფიცრებმა, ერაყში ნაციონალისტმა ოფიცრებმა დაამხეს ხაშიმიანთა მონარქია, ავღანეთში 73 წელს ივლისში მონარქია დაამხეს მემარცხენე ოფიცრებმა. ხო, და ყველა გახდა დიდი თავსატკივარი ამ იმისთვის, სადაც შენარჩუნდეს მონარქიები იორდანია და ასე შემდეგ. ნუ დღემდე პროდასავლურ ბანაკში მოიაზრებიან ეს სახელმწიფოები. ხო, ეს ძირითადი დამახასიათებელი, რაც ამ მონარქიულ სახელმწიფოებს ეხება. ეხლა აი ამ სახელმწიფოებს მაროკოდან მოყოლებული ალჟირი რო ავიღოთ. ალჟირი განსხვავებით ტუნისისგან, ტუნისი იყო საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სხვადასხვა მმართველობის ის არის, იქ მანდატის იმით გადაეცემოდა ხოლმე ერთა ლიგის მეშვეობით, ასევე იყო დომინიონი, ასევე იყო უშუალოდ ტერიტორია და ასევე იყო კოლონია. აი ტუნისი იყო ალჟირი იყო საფრანგეთის ტერიტორია. ალჟირი კოლონია არ იყო. საფრანგეთად მიიჩნეოდა. წარმოიდგინეთ, სად საფრანგეთი და სად ალჟირი. მაგრამ ალჟირის დაკავება, დაპყრობა საფრანგეთს დაუჯდა აი ზე კოლოსალური რესურსები. 1830 წლიდან მოყოლებული 2 წლეული გასტანა ეს ალჟირის დაპყრობა, შემდეგ კიდევ მთელი რიგი აჯანყებები იყო. და აი ამ წლების განმავლობაში მე-19 საუკუნეზე მაქვს მარტო საუბარი, საფრანგეთის დანაკარგები, ადამიანების ჯარის დანაკარგები 9 მილიონს აღწევდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო ალჟირის აღება
დამონება და კოლონიზირება 9 მილიონი ფრანგის სიცოცხლე დაუჯდა საფრანგეთს. იმიტომ რომ ალჟირელი მეკობრეები ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდნენ ამ ზღვის იმას პერიმეტრს, ატერორებდნენ გემებს ხშირად ოსმალეთის იმპერიის წაქეზებით. მე რო გითხარით რომ ოსმალეთის სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდა მეთქი ადგილობრივ ელიტეს, ახლა ეგვიპტის დახმარება დაჭირდა მექა და მედინა რო დაებრუნებინა, ალჟირელებს იყენებდა რომ დაეტერორებინათ ეს დასავლური გემები, რომლებიც მიდიოდნენ ნაკეთ ახლო აღმოსავლეთისკენ. და ეს გახდა ერთგვარი საბაბი საფრანგეთისთვის, რომ კოლონიალური პოლიტიკა წარემართა აი ამ რეგიონში. და 1956 წლამდე გაგრძელდა ეს ალჟირის კოლონიზირება, კოლოსალური რესურსი დაუჯდა საფრანგეთს, მატერიალური, ადამიანური, ფინანსური და შემდეგ უკვე ავტორიტეტის თვალსაზრისითაც, ხო? როდესაც ვიეტნამელებმა დაამარცხეს 1954 წელს დიენ ბიენ ფუში. შემდეგ მოყვა უკვე ჯაჭვური რეაქცია და კოლონიური სისტემის ზღვევა და ალჟირმა მიაღწია დამოუკიდებლობას, მაგრამ ალჟირის რეჟიმი ამის შემდეგ, უყურეთ როგორ ის არის, რამხელა ზარალი მიაყენეს, ხო, ფრანგებმა. არ ამგონია ჩვენ რო ყოფილიყავით ალჟირელების მაგივრად, ქართველები. ეს ასობით ათასი და რავი შეიძლება მილიონზე მეტი მსხვერპლი, რაც წინააღმდეგობის აი ამ აჯანყებების დროს დაждდა, არ ამგონია ეს ვინმეს დაიწყებას მიცემოდა, ხო, დღემდე ახსოვთ ეს ალჟირელებს. დღემდე არიან ცოცხალი, ვინც მონაწილეობდა ფრანგების კოლონიალური ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლებში. და შემდეგ უკვე სოციალისტური ორიენტაციის რეჟიმი მოვიდა 56 წლიდან. იქ რეჟიმები შეიცვალა, ჯერ იყო აჰმედ ბენ ბელა, ის მალევე დაამხო ხუარი ბუმედიენმა, შემდეგ უკვე სხვადასხვა მმართველები მოვიდნენ და 1980-იანების ბოლოს ჩატარდა საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები. ეს კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ დემოკრატიული მართლობა არაბულ ქვეყნებში, მე არაბულზე მაქვს ახლა საუბარი, სხვებს არ შევეხები, სხვები არ ვიცი ისე კარგად. რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. ეს როცა ჩატარდა არჩევნები ალჟირში, დიდი გამარჯვება მოიპოვეს ხმების დათვლის შედეგად ისლამისტურმა ძალებმა. და ეს სამხედროები, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, მოახდინეს ამ არჩევნების შედეგების გაბათილება. ანუ დემოკრატიულად რომ მიეშვათ, ისეთი რეჟიმი მოვიდოდა, რაც ირანში მოვიდა 79 წელს რევოლუციის შედეგად. და აქ მოდიოდა არჩევნების გზით. ამიტომ, როდესაც საუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმებზე, ხახო, თუ დემოკრატიას დაამკვიდრებთ, თქვენ მიიღებთ აი ასეთ რეჟიმებს. როგორც მოხდა ირანში, ფუნდამენტალისტურ რეჟიმებს მიიღებთ, არ ვიცი, ავღანეთში რო არის თალიბანი, ასეთ რეჟიმებს მიიღებთ, იმიტომ რომ მოსახლეობის ფსიქოლოგიური განწყობა რატომ უჭერენ ხარს აი ასეთ ძალებს, მე უკვე ახსენებ, რომ კოლონიალური წარსული არსად არ გამქრალა კაცო. თქვენ დაუჭერდით ახლა პროდასავლურ იმას რეჟიმს, რომელიც 10 წლის განმავლობაში ძლიერ ახშობდა თქვენ წინააღმდეგობას, თავი დაეღწია ამ ფინანსურ და ან სხვა პოლიტიკურ იმ მარწუხებს, რაც სხვა დიდი სახელმწიფო გააჩნდა თქვენ ქვეყანაზე. ხო არა, ხო? ხო დიდ სხვებს გაიღებდით, აგერ ჩვენ რამხელა ის დაგვიჯდა რუსეთის იმისგან დაღწევა. დღემდე ეთყობა ხო საქართველოს ახლა რაფასად. იგივე არის იქ. რატომ აირჩიეს ალჟირელებმა ისლამისტური გზა? იმიტომ რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ იმაში განცხადებებში ძლიერ უპირისპირდებოდნენ იმ კორუმპირებულ რეჟიმებს, რომლებიც დასავლეთთან იყო ასოცირებული. ეს იყო მმართველი ელიტა, ჯარი და ის პოლიტიკური კლასი, რომელიც მართავდა ალჟირს. და ეს არჩევნების შედეგები რო გააბათილეს, შემდეგ ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელიც 10 წელი გაგრძელდა 2001 თუ 2002 წლამდე. 250,000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა ამას.
გესმით უბრალოდ ეს სამოქალაქო ომის პირობებში, ანუ რამხელა ძალა ქონდა იმ მხარდაჭერა ქონდათ იმ ისლამისტურ ძალას ალჟირში, რომ მართლ ელიტასთვის, სამხედრო ელიტასთვის და სამხედრო პოლიტიკურ ელიტასთვის გაეწია წინააღმდეგობა 10 წლის განმავლობაში. ყველაფერი რესურსი მართლ ელიტას აკაცო. გაზი, ნავთობი, სხვა სიმდიდრეები, არმია, სპეცსამსახურები, გარე მხარდაჭერა და ასეთი რეჟიმი შენ 10 წელი რო გეუბნება, იქ მოსახლეობაში თუ არ ეგა შენ ძლიერი მხარდაჭერა ბოდიში ვიძია იქ შენ დიდხანს ვერ გასტა. იმიტომ რომ მარტო იარაღი და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ კმარ, აქ ლოჯისტიკური მხარდაჭერა გჭირდება, ზოგი გჭირდება, მოსახლეობაში მხარდაჭერა გჭირდება, რომ შეახსოვოს დანაკარგები, რაც წინააღმდეგობის შედეგად იკარგებოდა. ხო და დღესაც უკვე ალჟირის რეჟიმი რჩება პროდასავლური მასში, მაგრამ ეს განწყობები არის. თეკლა დღეს რო ჩაატარო ალჟირში სრულიად წმინდა დემოკრატიული არჩევნები, აი საფრანგეთის მოდელი, არ ვიცი, ავიღოთ ბრიტანეთის. იქ მოვლენ ისლამისტები. არავინ არ დაუჭერს ამ რეჟიმს ხარს. ეგვიპტეში ახლა ეს ბევრს არ ეცოდინება, თუ არ აქვს ეს კარგად შესწავლილი. ეგვიპტეში ეს მუჰამედ ალის დინასტია, ასე ერქვა, მუჰამედ ალის დინასტია ერქვა. იმ დინასტიის დამაარსებელს ერქვა მუჰამედ ალი და მუჰამედ ალის დინასტია არის ცნობილი 1953 წლამდე, სანამ მონარქიას გაუქმებდნენ. ბოლო მეფე ფაროკ პირველი ახლა მაგაზე სხვადასხვა ის ინფორმაცია ვრცელდება, ну ცოტა ისეთი რა, დიამეტრალურად განსხვავებული, მაგრამ მაგს ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელი არა, ბოლო 5-6 წელიწადში უკვე ხელი ქონდა ჩაქნეული მართლობაზე, ანუ ისეთი დასკვნა გამომაქვს, რატომ? იმიტომ რომ როდესაც ერვინ რომელის, მესამე რაიხის გენერლის ჯარები ამ ლიბიის უდაბნოდან მიემართებოდნენ ეგვიპტესკენ, ალექსანდრიას აღება და შემდეგ კაიროს აღებაზე იყო საუბარი, მაგრამ რესურსები გამოელიათ გერმანელებს. ბევრი ცნობა იმაზე, რომ ერთი სურვილი ქონდა მეფე ფაროქსო, რომ გერმანული ჯარი შემოსულიყო. იმიტომ რომ ბრიტანული კოლონიალური ეს უღელი დაეხსნაო გარე მხარდაჭერითო. გარე ძალითო. იმიტომ რომ ის მიუღებელი იყო, რაც იყო, მაგრამ თვითონ ვერ ახერხებდნენ ამის განეიტრალებას იმ პირობებში, იმ პერიოდში. რესურსი არ ქონდა. და გარე ძალამ თუ შიგნიდანაც იქნებოდა მხარდაჭერა აი ამ გარე ძალის ამ ინტერვენციის, თვითონაც მხარს დაუჭერდა, შემდეგ მაგათთან მოვრიგდებოდით. ასეთი განწყობა მაგარი ის ჰქონდათ იმედები, რომ ვერმახტის ჯარები დაამარცხებდნენ ბრიტანელებს ეგვიპტეში. მაგრამ ვერ მოხერხდა ის გაანადგურეს რომელის ჯარები, გაანადგურეს იმ კუთხით, რომ რესურსი არ იყო უბრალოდ. ბენზინი გაუთავდა, წყლის ის ახლა ახლო აღმოსავლეთ აფრიკის სპეციფიკა გერმანელი ჯარისკაცი არ არის ახლა მიჩვეული ახლა საქსონიის ველიდან რომ გადაისრიო ლიბიის უდაბნოში, იგი დაიხრჩობოდა თავის და ხო და დამარცხდნენ. და შემდეგ უყურეთ, როდესაც კოლონიალური სისტემის რღვევა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდის შემდეგ, უკვე შეუძლებელი იყო ამის შენარჩუნება, იმიტომ რომ ხალხებმა ერებმა გამოიღვიძეს, რომლებსაც საუკუნე, 2 საუკუნე ეძინათ გარე ჩაგვრისა და წნეხის პირობებში. როდესაც გამოიღვიძეს, ძალიან დიდი პოპულარული და დიდი მხარდაჭერა იპოვა ეგრეთ წოდებული თავისუფალი ოფიცრების მოძრაობაში. სხვა თითქმის ყველა ქვეყანაში იყო ეს. რა იყო ეს თავისუფალი ოფიცრების მოძრაობა? ეს იყო არაბი ნაციონალისტი ოფიცრების ერთგვარი გუნდი, კასტა, რომლებიც არ ეგუებოდნენ იმ არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საშინაო საგარეო რეალობას და ძირითადად მაშინ კოლონიალური მმართველობა იყო და აი ამ უღლისგან თავის დასაღწევად ყველაზე ეფექტურად ის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ ნაციონალისტი ოფიცრები შეძლებდნენ აი ამ კოლონიალურ უღლისგან თავის დაღწევას, იმიტომ რომ სამოქალაქო ადმინისტრაციამ
ვერსად ვერაფერი ვერთან თითქმის, ну მცირე გამონაკლისებია იქ თავისთავად. და პირველი ასეთი გამარჯვება, სადაც არაბი ნაციონალისტი ოფიცრები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, ეს იყო ეგვიპტე. მუჰამედ ნაგიბისა და გამალ აბდელ ნასერის მეთაურობით მათ დაამხეს მეფე ფარუკის რეჟიმი, მეფე ქვეყნიდან გააცილეს, ასე რომ ვთქვათ, ბორძზე, გემზე, ანუ მეფე არ მოკლეს. და შემდეგ უკვე შეუდგნენ პოლიტიკას ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისათვის. ამას თავისთავად მოყვა გარე ძალების რეაქცია. ყველაზე ნათელი მაგალითი სუეცის არხის ნაციონალიზაცია. 56 წელს რამაც გამოიწვია სამი ქვეყნის ინტერვენცია. იმისი ისრაელის, საფრანგეთის და ბრიტანული ჯარების. ну შემდეგ იქ უკვე დიდი მხარდაჭერა ამან აარპოვა ამერიკის მხრიდან. და ეს საქმე არ დაამთავრდა იმ შედეგით, რა შედეგზეც იყო გათვლა აი ამ ძალების. და შემდეგ უკვე გამალ აბდელ ნასერმა აირჩია საგარეო რეგიონულ პოლიტიკაში ანტიდასავლური პოლიტიკა სოციალისტური ელემენტებით. ბევრი თვლის რომ გამალ ნასერი იყო პროსაბჭოური ის იყო იმ გაგებით რომ აი ამ პირობებში, როდესაც ბრიტანული კოლონიური რეჟიმის ამ უღლისგან თავის დაღწევას ცდილობ, შენ ვერ მიმართავ ვერც საფრანგეთს, რომელი ქვეყანა იყო მეტი განვითარებული, ცივების პერიოდზეა საუბარი, რომ შენთვის დახმარება გაეწია ფინანსური, ტექნიკური, სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, რომელი სახელმწიფო დაგინდგებოდა, ნახევარი ევროპა გაწითლებული იყო, აღმოსავლეთ ევროპა. ვარშავის პაქტის ქვეყნები, ვის უნდა მიემართა არაბულ ქვეყნებს, რომ ბრიტანეთი როგორც ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა მისგან დაეღწია თავი. გერმანია, დასავლეთ გერმანია პირიქით თავის თავს ძლივს არჩენდა, მაშინ ფეხზე დგებოდა ქვეყანა ორად იყო გახლეჩილი, სხვა ვინ საფრანგეთი, პირიქით საფრანგეთი იქით ბრიტანეთს ეხმარებოდა 56 წელს ეგვიპტეში რო შეიჭრენ სუეცის არხის ნაციონალიზაციის შედეგად. სხვა სახელმწიფოები ჩამორჩენილი იყვნენ, რანაირი ინტერესი არ ჰქონდათ ახლო აღმოსავლეთში, არც ნორვეგია, არც პორტუგალია, არც იტალია. და აქედან გამომდინარე, რომელი ძალა იყო ისეთი, ვინც ასეთ პირობებში შემოგცემდა იაფ კრედიტებს, გააგზავნიდა სამხედრო ექსპერტებს, სხვა ტექნიკური ჯგუფებს სოფლის მეურნეობაში მრეწველობის განვითარებაში. ეს იყო საბჭოთა კავშირი. უზარმაზარი ფინანსური და ტექნიკური და სამხედრო დახმარება გაუწია საბჭოთა კავშირმა ეგვიპტეს. მაგრამ ყველა ომში დამარცხდა ეგვიპტე. აი ამ იმის შედეგად, ხო, 67 წლის 6 დღიანი ომი, ხო, ისრაელთან დამარცხდა და შემდეგ დაიწყო ხელახლა შეიარაღება, მაგრამ იმის ძალა უკვე არ ჰქონდა ეგვიპტეს, რომ კვლავ რამე დიდი წინააღმდეგობა გაეწია ისრაელს. ბოლო გაფართხალება იყო ეს 73 წლის იომ-ქიპურის ომი ოქტომბერში. და შემდეგ უკვე პროსაბჭოურად თუ შეიძლება დაუძახოთ ამ გამალ აბდელ ნასერის რეჟიმს. მე გითხარით უკვე ეს როგორ რეჟიმი იყო, პროსაბჭოური გაგებით რომ დახმარება მიიღო, თორე ქვეყანაში კომუნისტები თვითონ დევნიდა. ციხეებში იყო ეგვიპტელი კომუნისტები. ამიტომ პროკომუნისტური ამ კომუნისტური რეჟიმი არ იყო ეგვიპტეში. დახმარება ჭირდებოდა. და შემდეგ უკვე მისი შემცვლელი გამალ აბდელ ნასერის გარდაცვალების შემდეგ 70 წლის სექტემბერში ანვარ ალ-სადათი რომ მოვიდა, სხვათა შორის გერმანელების გიტლერის დიდი ფანი. ეს რო იცოდეთ. ეგვიპტის პრეზიდენტად მოევლინა მაგი გერმანიას ბალერს ჭიკობდა ის იმ პერიოდში, როდესაც ზენიტში იყო გერმანია და მიიწევდა იქით აფრიკისკენ, ეგვიპტისკენ. და ანვარ ალ-სადათმა შემდეგ უკვე საბჭოთა სამხედრო და ეკონომიკის დარგში ეს მომუშავე ტექნიკური პერსონალი 40,000-ზე მეტი. რამოდენიმე დღეში ქვეყნა გაღარა.
12 წელს მოხდა მგონი ეს, თუ არ ვცდები, 72-13 წლებში. მიზეზი და საფუძველი რა იყო ვასილე ყველაფერში? ისრაელს ვერ ამარცხებდნენ. დამარცხდა იომ კიპურის ომის შედეგად 73 წელს და მანამდე იყო ეს ტენდენცია აი ამ დასავლეთ რიმის დასავლეთის ზეწოლის მხრიდან სხვანაირად ახლა მე ვჯელობ იმ შედეგებიდან რაც შედეგ დადგა. იმიტომ რომ საბჭოეთისგან დახმარებას რომ უარს ეუბნები და სამხედრო და სხვა დარგის ტექნიკურ პერსონალს ქვეყნიდან აძევებ, შენ უნდა მიიღო რამე სხვა ისეთი რომ ამის კომპენსირება შეძლებ, იმიტომ რომ შენ აღარ რესურსი არ გაქვს. სარიგები რაღაცა უნდა შეავსოს ხო ის ადგილი? ეს უნდა შეავსოს ეს და ეს იყო გოგო დასავლეთის მხარდაჭერა და 73 წლის იომ კიპურის ომმა დაამტკიცა რომ ბოდიში და ფეხებს ვერ მოჭამდნენ ისრაელს. და ბოლოს ზუსტად დასავლეთის ხელშეწყობით შედგა კემპ დევიდის შეთანხმება 78 წელს ისრაელი უბრუნებდა ეგვიპტეს სინის ნახევარკუნძულს, რომელიც 6 დღიანი ომის დროს დაიკავა, უბრუნებდა სანაცვლოდ ისრაელის მიმართ მტრული სახელმწიფო არ გახდებოდა. და მაშინ თელ-ავივში ჩაფრინდა ანვარ ალ-სადათი. წარმოვიდგინეთ, გაგანია ცივი ომის პერიოდში აგერ ამხელა გამალ აბდელ ნასერი ახლა იყო რაღაც 10 წლის წინ ცოცხალი რაღაც ისრაელს გავანადგურებ, დასავლურ იმპერიალიზმს დავამხობ და აქეთ შენი პრეზიდენტი აგერ იმან ჩათრწუდა იმაში. და გამოვიდა ქნესეთში სიტყვით. ჩვენ ძმები ვართ, კაცო, თქვენ გენაცვალეთ, მომეცით ყანწი მომაწოდეთ, დაგლოცავთ. ისეთი იმიდა. შემდეგ მართლა დაუბრუნეს ის სინის ნახევარკუნძული და მის შემდეგ არის ერთგვარი ისრაელის ფორპოსტი თავდაცვის კუთხით. იმიტომ რომ ანტიისრაელ ძალებს არ უჭერს ხარს ეგვიპტე. ახსოვთ ის, იმიტომ რომ აწი თუ მოხდა სინის ნახევარკუნძულის აღება, მაგის დამბრუნებელი არავინ არ არის. აი ეს მოხდა როგორი რეჟიმების ტრანსფორმაცია, ანუ ყველა ახდენს სხვადასხვა სახის ადაპტაციას. გარკვეული პერიოდში. აგერ ფორმაცვალება განიცადა და სხვადასხვა ფორმით არის წარმოდგენილი დღევანდელობაში უკვე. ხო, აუღრეთ ხშირად მან გამარჯვებას პოულობს პრაგმატიზმით, არა იდეოლოგიური გამოთაყვანება. იმიტომ რომ იდეოლოგიური ეს შემართება შეიძლება რაღაც მიზნის მისაღწევად დაგჭირდეს, მაგრამ შემდეგ ხდება ამის ნიველირება. აი როგორც ეგვიპტის შემთხვევაში. მთელი ესა მილიონობით ეგვიპტელი შენ აქ 15 წლის განმავლობაში ქოქო ისრაელის გავანადგურებ და ანტიდასავლური და მოვიდა აგერის ახალი პრეზიდენტი მარჯვენა ხელი გამალ აბდელ ნასერის არაბული ნაციონალიზმის მედროშე მამა და ანვარ ალ-სადათმა პირიქით ისრაელი აღიარა, ჩავიდა იმაში. ამდენი ხნის ნაშრომი ჩაყარა. ხო, ანუ ესე იგი პრაგმატიზმას ძლია, როცა სამხედრო პოლიტიკური ელიტა რამეზე თანხდება სადაა უფრო მეტი სარგებელი. კადაფი მაგალითად გააგრძელა ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ანტიდასავლური ის. სადამ ხუსეინმაც გააგრძელა და მათი ფინალი ვიცით ბოლოს. და უყურეთ აგერ მე ხო გითხარით ალჟირის შემთხვევაში არჩევნების იმაზე. დემოკრატიული ჩატარები არჩევნებით ვინ მოვიდა ხელისუფლებაში. ეგვიპტეში რა მოხდა? ხოსნი მუბარაკი რო ჩამოაცილეს ხელისუფლებას, არაბული გაზაფხულის რო დაიწყო. რა მოხდა მან? ვინ მოვიდნენ ძმები მუსლიმები, მუჰამედ მურსის. აი თქვენი არჩევანი დემოკრატიული რაძალები მოდიან. და შემდეგ რა ქნეს ერთი წლის თავზე სამხედროებმა დედა უტირეს. ხო, ფელდმარშალ აბდელ ფათაჰ ალ-სისი. აი დღევანდელი ეგვიპტის მართველი დემოკრატიულისა მარჯვენები და სხვათა შორის აუღრეთ როგორი ბრძოლა ათეკა. მე ხო აქ საუბრობ კოლონიალური მართლობის იმას რა დაღის დატოვა. შემდეგ ოსმალეთის მართლობის იმანაც რა კვალი დატოვა. ადგილობრივ ელიტებთან თავიანთი ისტორიული გამოცდილება ვის რა ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებთან ესეც თავისთავად და გარე ფაქტორები დღესაც როგორ ვლინდება ეგვიპტის გადატრიალების შემდეგ რომ მოხდა ეს 2012 წელს კაცო ერთი წლის შემდეგ რომ დაამხეს ეს მუჰამედ მურსი 13-ში არ დაამხეს კაცო ხო მუჰამედ მურსის პირველი ვინც მიესალმა მუჰამედ მურსის ხელისუფლებაში მოსვლას იყო თურქეთი. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, მუჰამედ მურსის. ერთ-ერთი პირველი ვინც დაგმო იყო საუდის არაბეთი. ერთ-ერთი პირველი ვინც მიესალმა მუჰამედ მურსის
დამხობას იყო საუდის არაბეთი და ერთ-ერთი პირველი ვინც დაგმო იყო თურქეთი. ხო და პირველი ტრანში რაც განახორციელა საუდის არაბეთმა 4 მილიარდი დოლარი დაურიცხა ეგვიპტელს სამხედროებს. მადლობის ნიშნად რომ მოიცილა ეს იდეოლოგიური კონკურენტი, ძმები მუსლიმების ხედვა, ეს საკე განსახილულია ძმები მუსლიმები რაც წარმოადგენს ვისი პროექტია. ხო და ასეთი ისპიდი შიდა ჭიტილის ის მიესალმა იმან დაგმოა, ეს მიესალმა შემდეგ იმან დაგმო. ნახეთ, ამ ყველაფრის ცოდნა გაძლევს იმის რესურსთა საშუალებას მიხვდე და სწორად მიუდგე საკითხს თუ რა ხდება დღეს ახლო აღმოსავლეთში და წარმოედგინეთ ფასადურად როდესაც ხედან ექსპერტები და ამ ყველაფერს ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით განიხილავენ ახლო აღმოსავლეთს. რამდენად სიღრმისეულია ახლო აღმოსავლეთი და რამდენად რთულია პაზლის ნაწილები თუ არ შეგროვდა საერთო სურათს ვერ დაინახავ. თუ არიცი ამ სახელმწიფოების ისტორია, ვერ მიხვდები დღეს რას აკეთებენ და რატომ ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ გვაქვს დღეს ჩვენ ეს ლაივი, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი დავინახე ლაივში და ძალიან გთხოვთ, ჩემი და სტუმრის გვერდის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, გვერდის განვითარებისაც აუცილებელია და ბატონ ვასილთან მაქვს ესეთი შეთანხმება, როდესაც მოიცვის. ძალიან ვიცი რომ ძალიან მოუცლელია და ვცდილობ ძალიან ხშირად არ შევაწუხო ხალხნო, მაგრამ ვთხოვე ესე როდესაც გექნება თავისუფალი დღე საღამოს 1 საათი, საათნახევარი, 2 საათი გამაგებინეთ წინასწარ რომ ციკლის სახით პატარა ახლო აღმოსავლეთ ეხლა რეჟიმების სპეციფიკებზე ვსაუბრობთ. ვეცთხოვე და თვითონაც მითხრა რომ როგორც კი მექნება დრო და საშუალება არ დაგზარდებიო განვითარებისთვის, განათლებისთვის ესეთ უფასო ლექციას ხალხმა არავინ არ ჩაგვიტარებს, არავინ არ მოგვასმენებს ესეთ სიღრმისეულ ცოდნას, თან როცა მან 20-25 წელი მიუძღვნა ამ ყველაფერს, ხო? და ეს ყველაფერი შრომატევადია, წლები აქვს ადამიანს დახარჯული ამ ყველაფერში. თავისი გონების რესურსი იქნება ეს თუ ფიზიკური რესურსი. ჩასვლა იქნება იქ, დათვალიერება იქნება, მუზეუმები იქნება, ბიბლიოთეკები იქნება, ალტერნატიული წყაროები მარტო საქართველოში რაც არსებობს იმ ინფორმაციით არ გვესაუბრება ბატონი ვასილი და ეს საქართველოს იშვიათი ფუფუნებაა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში იშვიათი კი არა, ერთ-ერთი საუკეთესოა და მართლა უიშვიათესი მარგალიტია ეს ადამიანი და აი ეს ტვინი უნდა სწორად ნახეთ, სწორად გამიგეთ ბატონო ვასილ. სწორად გამოვიყენოთ ესეთი ტვინი. არ ვამბობ ცუდი გაგები თქვენ მიხვდებით ამას როგორც თქვი და არ გამიგებთ ცუდად ვიცი. აუცილებელია ესეთი რაღაცები ვიცოდეთ, როდესაც ვიწყებთ საუბარს ახლო აღმოსავლეთზე. ვერ ვიტყვით დღეს რა ხდება ჰორმუზის სრუტეში, რა ხდება ამერიკა, ისრაელი, ირანის ომში, ვერ მივხვდებით საერთოდ თუ არ ვიცით რა იყო წარსულში. წარსულიდან გამომდინარე ხდება დღეს ყველაფერი. ბოდის გიხდი ვასილო, შეგაწყვეტინე განაგწე. ისე გისმენ, მეც პატარა სტუდენტი ვით ესე ვზივარ და გისმენ ხოლმე და ვცდილობ რომ არ ჩავეჭრა რაღაცეებში და ბოდიში ეხა რომ ჩაგეჭერი. ხო, კიდევ რამოდენიმე ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმს შევეხები, აქ მინდა სირია და ერაყის და შემდეგ ირანზე გადავართ. ნუ ირანი არის ერთგვარი ფიშკა. დამაგვირგვინებელი. სირიის შემთხვევაში სირია იყო თავისთავად ოსმალეთის შემადგენლობაში, ბოლო ესაზღვრება უშუალოდ, იქვეა ორიზირში. მან პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სირია მოექცა, ესე იგი საფრანგეთის მანდატის ქვეშ 1920 წლიდან 1956 წლამდე. რა გააკეთა საფრანგეთი? რადგან სახელმწიფოებრიობის ჩანასახები არ ქონდა ამას, როგორც ვთქვათ, მაროკოში ალავიტების დინასტია იყო და დღემდე მართავენ ის დინასტია, ალავიტების დინასტია. ხლა მუჰამედ მე-6 არის მეფე. ტუნისში გითხარი დაამხეს ხოსეინიდების დინასტია. იორდანიაში ხაშიმიტების დინასტია მართავენ. მეფე აბდალა მე-2 არის ახლა მეფე. საუდის არაბეთში იცით საუდების დინასტია არის. და იქ ნავთობ მონარქიები, ნუ ახლა იმათ არ შევეხები ახლა. მინდა ცოტა ისეთი გამოყო, რომელიც საინტერესოა. ბოლო-ბოლოს სირიის სამოქალაქო ომს ყოლადენობდა თვალს. სირიის შემთხვევაში საფრანგეთის კოლონიალურმა ადმინისტრაციამ რა ქნა? ერთ-ერთი პირობა კუვეიტში გაიმეორეთ რა ვინ არისო და ვასილ
ხმა შემოდის რაღაცის. მე მგონი ბეჭდავენ ოთახში. მივხვდი ვიღაც მუშაობს კომპიუტერთან უეჭველი და ჩემსავით ხმაურიანი მუშაობა ცოტი. არა ძალიან ისე უხეშად არ შემოდის, უბრალოდ მივხვდი რომ მეც ისე ვარ მიჩვეული და მაგითო. განაგძე, არა უშავს, ცუდად არ შემოდის ძალიან, მე მივხვდი უბრალოდ რაც ხდებოდა. მოუხშირა ახლა წკაპუნს და უკვე მეც მაწუხებს. ქუვეითი მონარქიული სახელმწიფოა პროდასავლური. ახლა მისი სიდიდიდან გამომდინარე, ახლა ის ვერ იქნება დომინანტი, მაგრამ რესურსული პოტენციალიდან გამომდინარე, რაც მასზე გააჩნია ნავთობის სახით, ის თავისთავად მსოფლიო გეოპოლიტიკურ ცენტრში არის. სხვათა შორის ქუვეითი გამოყო ბრიტანეთმა ერაყის შემადგენლობიდან. როდესაც ეს გადაინაწილეს ოსმალეთის იმპერია, ადგილობრივი მმართველები იყვნენ, მაგრამ ცალკე განცალკევებულის არ იყო. ერაყს გამოყვეს და მიტომ ჰქონდათ პრეტენზიები ერაყელ მმართველებს ქუვეითი დაეკავებინათ. ჯერ მონარქიის პერიოდში, მაგრამ ეს უფრო ლაითურად იყო, უფრო ეს პოლიტიკურ წრეებში იყო, აი კულუარებში საუბრის დონე, მაგრამ პოლიტიკას ისეთ აგრესიულს არ აწარმოებდნენ, რომ ქუვეითი დაეპყროთ. მერე რესპუბლიკური მთავრობა რომ მოვიდა, იქ დიდი მსვლელობა იყო, ჯარით შეჭრილი იყო აბდელ ქერემ ყასემის დიქტატორული რეჟიმი, 61 წელს აპირებდა იქ შეჭრას ქუვეითში, იქ ბრიტანეთმა ჯარები გადასხა, გაგანადგურებო დედას გიტირებო და ეგრევე გაჩერდა, მიხვდა მისი რესურსული პოტენციალი რამდენია შეძლებს თუ რა წინააღმდეგობა გაეწია. შემდეგ სადამ ჰუსეინის ქუვეითში რატო შეიჭრა 90 წელს. იქ ერაყთან ერაყ-ირანის ომი 8 წელი გაგრძელდა და შემდეგ გადაწყვიტა რომ ქუვეითსაც დაიპყრობდა. ამიტომ ქუვეითი არის ერთგვარი ასე რომ ვთქვათ, აი როგორ დავარქვათ, დასავლეთის ფორპოსტი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური წერტილი მათი ეკონომიკისთვის. ნავთობი მნიშვნელოვანია თავისთავად დასავლეთისთვის. და ქუვეითსაც არ აქვს იმის გასახანი, რომ ან საუდის არაბეთს დაეჯახოს, ან ერაყს დაეჯახოს, ან ირანს დაეჯახოს. ამიტომ მისი საგარეო პოლიტიკა მთლიანად არის ინტეგრირებული დასავლეთ იმაში, იმიტომ რომ ნავთობს ყიდეს და ტექნოლოგიებს ღებულობს დასავლეთიდან, ნავთობს აწვის დასავლეთს, ფულს ღებულობს იმ ფულით, ის ფული კვლავ უბრუნდება დასავლეთის ტექნოლოგიების სახით. თავის ურთიერთის არის ხო გამოყენება და ამიტომ ქუვეითი ზის წყნარად ჩვიდად ქუვეითზე ვერ მოძებნით რა იმე ესეთ ავანტირისტულ ნაბიჯებს რომ აი რა ვქნათ იგივე ვიღაც დასავლეთის დავიხსნათ ყოველ რო დაიხსნას დასავლეთის იმას რა დაემართება ქუვეითს შეჭამენ გადაყლაპავენ ხო ეს მცირე იმიტომ არ ვეხები ამ პატარ-პატარა რაღაც იმას სამეფო იმებს ხო მნიშვნელოვანი საქმე რა რუსეთს ხო არ აქვს ინტერესები ქუვეითსა რუსეთს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ინტერესი აქვს ჯობია მოსკოვის სადაიცვან. ესაა რუსეთის ინტერესი, იქით არ ეცლება. არა მეგობარი, ინტერესი რა არის ახლა რუსეთში, ახლო ომსავლეთში, რაც მე შემხედრია რუსეთის ინტერესები. ერთადერთი ინტერესი მას ჰქონდა ჯერ ერთი ცივი ომის პერიოდს თუ შევეხებით, საბჭოთა კავშირი ცდილობდა აგერ არაბულ ქვეყნებში განევრცო თავისი გავლენა. სხვადასხვა ანტიდასავლური რეჟიმების ხარდაჭერით და მე გითხარით ანტიდასავლური განწყობები რატომ წამოიწია და ვინი თავა ესენი ხო იქ მთელი რიგი სამხედრო გადატრიალებები მოხდა ეს ნაციონალისტი ოფიცრები მოვიდნენ და იმ პირობებში რომცაც ჩვენ დასავლური კოლონიალური მმართველობის თავის დაღწევა გინდა შენ ისევ დასავლეთ ხوار მიმართავ კაცო უნდა მიმართო სხვას და ისეთი ცენტრი იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ პროსაბჭოური ხარ, უბრალოდ იმ მოცემულობაში იმის დახმარება გჭირდებოდა. იმიტომ რომ ეგვიპტემ აგერ გამალ აბდელ-ნასერმა რაც საბჭოთა კავშირი წველა და შემდეგ ერთი პანღურის ამოსვლით იმან ანვარ ალ-სადატმა გაყარას საბჭოთა ისინი. იგივე მოხდა იმაშიც ერაყშიც. იყენებდნენ ეს რესპუბლიკა რომ მოვიდა ნუ თავისთავად საბჭოთა კავშირზე ყარავდა რესპუბლიკა ანტიდასავლური რეჟიმი ჩვენი ძმები დები თქვენ გენაცვალე და ყველაფერს აგზავნიდნენ იქით თელ დახმარებას შემდეგ ეს ამათ თავიანთი დღესასრიგი ჰქონდათ არაბულ ქვეყნებს კაცო აქ ტერიტორიული დავები ადგილობრივი გეოპოლიტიკური ისინი შეტაკებები რაც ხშირად საერთოდ არ იყო საბჭოთა კავშირის მიზანი
საბჭოთა კავშირი ჭირდებოდა ფორპოსტების შენარჩუნება. ეგვიპტეში ვერ შეინარჩუნა, პროდასალური გახდა. ერაყში ისეთი ცვალებადი იყო რეჟიმები, ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ კომუნისტური პარტიის ლეგალიზება მოეხდინათ ერაყში. და რა ქნამ გმან აბდულქერიმ კასემმა, როცა ის ჰაშიმიანთა მონარქია დაამხო, მეფე მოკლეს, მისი ბიძა მოკლეს, პრემიერ-მინისტრი მოკლეს, ათასობით მონარქისტი მოკლეს, ანტიდასავლურ რეჟიმს წარმოადგენდა, ხო, 58 წლის ივლისიდან. მოახდინა ამ დიქტატორმა ყასემმა კომუნისტური პარტიის ლეგალიზება და რის გამოიყენა შიდა ფრაქციული ბრძოლებისთვის, შემდეგ მოსულის აჯანყებაში ერთი წლის შემდეგ რევოლუციის გამარჯვებიდან 59-ში ის კომუნისტებს იარაღი მისცა დაერია იმას არაბ ნაციონალისტებს, რომლებიც მის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თვითონაც ნაციონალისტი რეჟიმი იყო, მაგრამ აჯანყდნენ გამალ აბდელ ნასერის იდეის მომხრეები, ისის ნაციონალისტები. გამალ აბდელ ნასერი გითხარით, ეგვიპტეში რომ მოვიდა, ბრიტანული კოლონიალური იმპერიის დაეღწია თავი, ხო? და ყველაზე ძლიერი და ის იმპერიოში ცნობილი იყო გამალ აბდელ ნასერი, აქტიური. და თვითონაც რომ მოვიდა ყასემი, ის არაბი ნაციონალისტი, აქ კომუნისტები გამოიყენა არაბი ნაციონალისტების წინააღმდეგ. თვითონაც ნაციონალისტი იყო, მაგრამ პროეგვიპტური ფრთის არ იყო. და შემდეგ უკვე ეს კომუნისტები, ამ კომუნისტებს დაერია ეს კომუნისტები ხოცა. ეს რა არის? ანუ გესმით როგორ ისა და საბჭოთა კავშირი ახლა ასეთ იმაში ვერ ჩაებმეოდა, იქ ვინ როგორ გაერკვია. ვის ხარისხმად დადგენილი იყო. მას თავისთავად ჭირდებოდა მართველი ის რეჟიმი, რომელიც საბჭოეთთან ექნებოდა კარგი ურთიერთობა და ერთ-ერთი შიდა ბერკეტად მიაჩნდა, რომ კომუნისტური პარტია ყოფილიყო. ყველა შეეცდებოდა ამას, სადაც ის გავიდოდა. მაგრამ ეგვიპტეში კომუნისტებს დევნიდნენ, ციხეში სვამდნენ, ერაყში მოხდა ლეგალიზება, გამოიყენეს შიდა ფრაქციების ბრძოლაში, დაამარცხეს შიდა ფრაქციები, მერე კომუნისტებს დაერივნენ. ხო და გამოიყენეს და მერე უკან მოუტრიალდნენ. ხო, ასე გამოიყენეს და მერე უკან მიუტრიალდათ მაგი. მერე დასავლეთის ის გააქტიურდა ერაყში უფრო ირანთან ომის პერიოდში. იმიტომ რომ ირანში გავლენები დაკარგეს, შაჰი რო დაამხეს და ეს რაც ტრილიონები ჩაყარეს ერაყში, უკვე გამოდგა იმაში. აი ამ ერაყის პროდასავლური რეჟიმის, პროდასავლური იძახი იმ გაგებით რომ დასავლეთი ეხმარებოდა, პროდასავლური იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმი. და სხვათა შორის ირან-ერაყის ომი იყო. მე სხვა ესეთ ომს ცივი ომის პერიოდში ვერ ვიხსენებ, სადაც საბჭოთა კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარებოდნენ ერთ მხარეს, ერაყს. და უყურეთ როგორი იყო. ერაყთან 72 წელს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, მეგობრობის და თანამშრომლობის საბჭოთა კავშირთან, ბაღდადი, მოსკოვის ხელშეკრულება. ძალიან დიდი ის იყო ფინანსური, სამხედრო და ტექნიკური მხარდაჭერა გაწეული ერაყისთვის 72 წლიდან. მილიარდობით კრედიტები და ეს ხო ტექნიკა სამხედრო რამდენი ჩავიდა ირანის შემდეგ, ისრაელის რო არ ჩავთვალოთ. ირანის შემდეგ მეორე მილიტარიზებული იყო ეს. ერთი პერიოდი სხვათა შორის ერაყმა გაუსწრო ირანის შაჰს მილიტარიზაციას და მერე შაჰმა გაჭედა და იმდენი შეიარაღება იყიდა უკვე 75 წლის ანგარიშის მიხედვით ირანს 77 წლის ირანის სამხედრო ბიუჯეტი მეზობელი პაკისტანის სამხედრო ბიუჯეტს 20 ჯერ აღემატებოდა. არა და პაკისტანის მოსახლეობა ორჯერ დიდი იყო მაშინ. 20 ჯერ, ორჯერ არა, 20 ჯერ. ხო და თვითონ ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა ის მაქვს, ის წაკითხული ერთ-ერთი ფაილია, უბრალოდ უნდა ვიპოვო რა, სადაც ჯერალდ ფორდს წარუდგინეს 78 წელს მან წერია რომ ირანის გააჩნია უკვე იმდენი შეიარაღება, რომ სამხედრო კომპონენტების ითვლება აქ. რომ სამხედრო თვალსაზრისით ახლო აღმოსავლური არაბული ქვეყნების სამხედრო პოტენციალი რო შევკრიბოთო,
ირანი ამ ქვეყნების ოკუპირებას 2 კვირაში მოახდენს. ეს არის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიერ წარდგენული ანგარიში. ეს არ არის ვინმე ექსპერტის, რომელიც წლები იკლავს და თავისი სუბიექტური ან მინიმალ მიახლოებით ობიექტური შეფასება დაესვა. CIA ამერიკის მთავარი საგარეო დაზვერვის ინსტრუმენტი. და იქ თუ ეწერა წარმოიდგინეთ რადონის მილიტარიზაციის პოლიტიკა მიმდინარეობდა რეგიონში. და საბჭოთა კავშირი რო ეხმარებოდა შახი რო დაამხეს პროდასავლური შახი 79 წელს ამერიკამ ხარი დაუჭია სადამს და სადამს ახლა ასეთ პირობებში ხარდაჭერა თავისთავად არ აწყენდა დასავლეთის მხრიდან ამერიკის მხრიდან იმიტომ რომ შიიტის სასულე პირები რომ მოვიდნენ ირანის ხელისუფლებაში რადიკალური იმით ხო შეხედულებები ერაყის მოსახლეობის უმეტესობა შიიტი იყო მაგრამ მართული რეჟიმი იყო მკვეთრად საერო დემონსტრაციულად საერო და სუნიტური უმცირესობა მართავდა და იქ მინიშნება იყო ერაყის რელიგიურმა პირმა ბაყერ სადრი მაგალ მიანიშნა რომ ირანის შახის მაგალითზეო რეგიონის ბევრმა მმართველმა თავიანთი დასასრულის თავიანთი ბოლო ფინალი იხილესო ეს მინიშნება იყო სადამ ჰუსეინისთვის მალევე რამოდენიმე დღეში დაიჭირეს ის თავიანთი მომხრეებთან და თავის დასთან ერთად დახვრიტეს და ასეთ პირობებში გადაწყვიტა რომ ეს დაესუსტებინა ირანი რომ არ ქონოდა ეს ისლამური რევოლუციის ექსპორტის ეს პოლიტიკა ქონდა მაშინ აღებული რომ ეს დაესუსტებინა დაეხარჯა და ერაყი და ირანი დააჯახეს ერთმანეთთან და საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა ერაყს ამერიკა ეხმარებოდა ირანს მაგრამ შახი რო დაამხეს უკვე გადაერთო ერაყზე საბჭოთა კავშირი მიესალმა შახის დამხობას ირანში და ეხმარება ერაყს გაგიგიათ ასეთი გესმით პროსტა აქ თქვენ სწორად აღნიშნეთ ახლა იმაზე რომ შაბლონური ერთი სტატიის იმით რომ ჯელობენ ეს როგორ უნდა განმარტო ახლა ვის მხარეს იყო კაცო თუ საბჭოთა კავშირი მიესალმებოდა საბჭოთა კავშირისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო რომ პროდასავლური რეჟიმი დაემხო ეს ერთი ანტიიმპერიალისტური გადადგმული ნაბიჯი არის მიესალმებოდნენ თავისთავად ომი რო დაიწყო ეხმარები ერაყს კაცო იმ ანტიიმპერიალისტური ძალის წინააღმდეგ ქვეყნის წინააღმდეგ ანუ რუსია პოლიტიკისგან განსხვავებულ ნაბიჯებს დგამდნენ რომლის მოსვლა ხელისუფლებაში მიესალმე კაცო და იმის წინააღმდეგ ეხმარებოდა იმას ხო მე რაკნა იმან საბჭოთა კავშირმა ამერიკამ მე ირანის ხარდაჭერას დაიწყო ამ ერაყის ომის დროს ირან-ერაყის ომის დროს ირან-გეიტის სკანდალი ირან-კონტრასი გემახსოვრებათ ეს რა იყო როცა გასკდა ეს ინფორმაცია იქ მთელი სასამართლო ისინი მიდიოდნენ რა თავისთავად ყოლა ამნისტიაში მოყვნენ ახლა ხო არ დახრიტავდნენ თავიანთ იმას დავალებების შემსრულებებს ერაყისთვის მიყიდული იარაღით ერაყს ამერიკა გადასცემდა მესამე ქვეყნების მეშვეობით გადასცემდა იარაღს ერაყი რო აძლევდა ფულს ამ ფულით აფინანსებდნენ ნიკარაგუულ კონტრასი ნიკარაგული კონტრასები იყვნენ ნიკარაგუას 1926 წლიდან 1979 წლამდე მართავდა სომოსას კლანი სომოსას დიქტატორული რეჟიმი პროდასავლური პროამერიკული რეჟიმი უბრალოდ სამი პრეზიდენტი იყო ეს ანასტასიო გარსია სომოსა შემდეგ ლუის სომოსა დებაილე და ბოლოს ანასტასია სომოსა დებაილე კომუნისტებმა დაამხეს ის სანდინის ეროვნული განთავისუფლების სანდინისტების ფრონტი კომუნისტები ეს კიდევ პასუხი იმაზე სადაც არის ანტიდასავლური ის შენ თუ არ ჩაეძიე იქ მოსახლეობა რატომ დაუჭირა მხარი იმ რეჟიმს რომელიც დღეს ანტიდასავლური მასზე დგას ახლა კითხეთ ახლა მე არ ვიცი ახლა ნიკარაგუა რას წარმოადგენს რაფერი არა რაღაცა ტიპიური კომუნისტური დიქტატურა მაგრამ იმ პერიოდში რატო დაუჭირეს მხარი იმიტომ რომ ამერიკა მაშინ ისეთ დიქტატურულ რეჟიმს უჭირდა მხარს რომელიც მოსახლეობის მიუღებელი იყო და იმიტომ იპოვა მხარდაჭერა ეს მე ვიძახი რომ თუ არ ჩაეძიე შენ ახლა რო აკრიტიკებ ეს რუსეთის მხარეს აი ის მხარეს არ გაინტერესებს რატოა ის რუსეთის მხარეს ან ჩინეთის მხარეს ჩაეძიე იქნებ ფუნდამენტი არის
ხო, რუსებსაც უკვირთ ახლა ხანდახან ქართველების პროდასავლური იმაზე არიან. აბა ვის იმაზე უნდა ვიყოთ, კაცო, რაც თქვენ გაგიკეთეთ, თქვენ იმაზე უნდა ვიყოთ ისე ორბიტაზე, კაცო. ანუ ესეთი მომენტი ეს ვცელდება უბრალოდ მაგაძეც. აი ამ ქვეყნებზე. და ასეთი გადახლართული ის რომ სირიას დაუბრუნდეთ ახლა. სირიაში საფრანგეთმა რა ქნა? ჩაატარა ერთგვარი ექსპერიმენტი, დაყავიდა იბატონის პრინციპით, შექმნა იქ ალეპოს ცალკე სახელმწიფო შექმნა, იქით იმისი ალავიტების ცალკე სახელმწიფო შექმნა, აქეთ ცალკე სირიის სახელმწიფო შექმნა, მერე ისევ გაერთიანა და ამ პერიოდში კოლონიალურ მმართველებს, კოლონიალურ საფრანგეთის წარმომადგენლობას ხო ჭირდებოდა ადგილობრივი სადამჯელო რაზმები, პოლიცაი თუ რაც გინდათ ის დაარქვით მაგას, ხო, ელიტები, ვისგანაც უნდა ემართა ესენი, რომელიც შეასრულებდნენ საფრანგეთის დაკვეთას. ამ პერიოდში საფრანგეთი ახალისებდა ეროვნული ეთნიკურ რელიგიური უმცირესობების დაწინაურებას უმრავლესობის ხარჯზე. იმიტომ რომ უმრავლესობა როგორც წესი არ იქნებოდა პროკოლონიალისტური პოლიტიკის გამტარებელი. აქედან გამომდინარე არაბების დიდი ნაწილი თავს არიდებდნენ ფრანგულ კოლონიალურ ადმინისტრაციაში სამსახურის დაწყებას, რადგან ღალატად მიაშთათ ეს. მაგრამ ეს ნიშა ვაკუუმი შეავსეს ეთნიკურ რელიგიურ უმცირესობებმა, ძირითადად ალავიტები. და ამით გახდა მე ეს გამპირობებული რომ 46 წლიდან 46 წელს როცა დამოუკიდებლობა მიაღწია სირიამ 70 თუ 71 წელს ესე იგი რომ გადატრიალების შედეგად როცა ხაფეზ ალ-ასადი მოვიდა მან არაერთი სამხედრო გადატრიალება მოხდა თუ არ ვცდები 6 თუ 7 და 20 წარუმატებელი გადატრიალება სირიაში 24 წლის განმავლობაში ანუ ადამიანი დაიბადები 25 წლები 6 გადატრიალება რომ მოხდება 20 წარუმატებელი გადატრიალება იგი რანაირი ის იქნება ხო პოლიტიკური და ეს ეკონომიკური ის ხო ვითარება და ამ პირობებში ესე იგი გამარჯვება იპოვა ალავიტურმა უმცირესობამ 71 წელი თუ არ ვცდები ხაფეზ ალ-ასადი რომ მოვიდა 70 წელს დაიკავეს მთელი საკვანძო პოსტები ძალოვან წყობებში არმია სპეცსამსახურები და ძირითადად ძალოვანი იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში რეჟიმები იმართება ორი ფაქტორის გათვალისწინებით ძალოვანი უწყებები აქ ყველა იგულისხმება ძალოვანი უწყებები და რელიგიური ფაქტორი თუ მარტო ძალოვანი უწყებებია და რელიგიურ ფაქტორს იგნორირებ და ამთავრებ როგორც ირანის შაჰი ჯარი სპეცსამსახურები შაჰის მხარეს იყო ну ბოლოს შაჰმა კი არ მიიღო ის ვერ გაბედა ის რევოლუცია ჩაეხშო მაგრამ მეორე მხარე ხო რელიგიური ფაქტორის იმით მოვიდა სათავეში სირიაში ხო დიქტატორული რეჟიმი საერო რეჟიმი იყო მაგრამ მოსახლეობა რა ლოზუნგებით აიყოლიეს სხვადასხვა დაჯგუფებებმა ისლამისტური დაჯგუფებებით ხო ეს აჰმედ ალ-შარა არის მათი არჩევანი თალიბანიც არის ავღანელების არჩევანი როგორ შეიძლება რაღაც მოძრაობა რაღაც ბჭყალებში ვიძახი რომელიც 2001 წელს დაამხეს ავღანეთში 20 წლის თავზე როგორ უნდა მოვიდეს კვლავ იზალა თუ მოსახლეობაში მხარდაჭერა არა ესე იგი აქვს მხარდაჭერა ხო ესე იგი ის ადმინისტრაციები რაც ამ შუალედში იყო ავღანეთში არ იყო მთლად ისეთი დადებითი რომ მოსახლეობას ზოგი შეექცია თალიბანისთვის პირიქით თალიბანის მხარეს გადადიოდნენ და ეს სპეციფიკები თუ არ გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების ესე იგი კოლონიალურ მართლობიდან მოდის ეს ხო მეხსიერება დასავლეთთან ასოცირებული ეს მხარდაჭერა დიდ იმას პოპულარობას არ პოულობს უბრალოდ ჯერჯერობით ჩუმად არის აბა ჩაატარონ საუდის არაბეთში ეხლა დემოკრატიული არჩევნები ბელგიის მსგავსად არანაირი ზეწოლა არანაირი გაყალბა პირდაპირ ასე რომ ჩაატარა იქ ისეთი რეჟიმი მოვა აი საუდის არაბეთის დღევანდელი სამეფო დინასტიის რეჟიმი იქნება არ ვიცი აი რაღაც ედემის ბაღი აი ესეთი ზღაპარი
ის რაც მოვა მის შემცვლელით. ამ დემოკრატიულით. ამიტომ ეს ამ ძალების მართვა, დაშოშმინება, დაკონსერვება, არ ვიცი, რაც გინდა ის დავარქვათ, განადგურება ან რა ვიცი, ფეხქვეშ ასე რომ ყავდეს კონტროლის ქვეშ, ხერხდება მხოლოდ აი ამ ორი ინსტრუმენტის გამოყენებით, რეპრესიული აპარატით, ძალოვანი უწყებებით და რელიგიური ფაქტორით. საუდის არაბეთში და ნავთობმონარქიებში რელიგიური ფაქტორი უკვე ვახსენე, რომ ეს მმართველი დინასტიები არიან მოციქული მუჰამედის შთამომავლები, ოფიციალური იდეოლოგია მონარქიული ინსტიტუტების ეს არის მან. და რელიგიური მასების დაყოლიება, მიტომ ვერ ხერხდება, რომ ვინ დავამხოთ, კაცო, სამეფო დინასტია იქიდან მოდის, ჩვენი საყვარელი მოციქული მუჰამედის შთამომავლები, ის დავამხოთ, შევინხარ. ირანში ასე არ იყო, შახი არ თვლიდა საკუთარ თავს მოციქულ მუჰამედის შთამომავლობად. ხომენი თვლიდა. აი ეს იყო განსხვავება. შახი პირიქით პრეისლამური ირანისადმი ჰქონდა ლტოლვა და პატივისცემა და ესე დიდება, განდიდება პრეისლამური, ანუ ისლამიზაციამდე და სრულად აკნინებდა ისლამურ ფაქტორს. ვერც ერთი ისლამური სიმბოლოს ვერ ნახავთ ბოლო შახის მმართველობის პერიოდში. დაწყებული ტახტზე ასვლის კორონაციით 67 წელს 71 წლის პომპეზური ღონისძიება ირანის მონარქიული სახელმწიფოებრივ 2005 წლის თავი რო იყო შახის გამოსვლების სიმბოლოები, ემბლემები, სავაქის სიმბოლო ნახეთ, კაცო, ეგერ შახის უშიშრობის სამსახური გამოსახულია ის მად იმითი მაზდიანელების ღმერთი, მზის ღმერთი, ფარავახარი. რა კავშირშია ფარავახარი ისლამთან? ხო, ეს აქვს ამას მნიშვნელობა. ასე დეტალებს არ მიაქცევ ყურადღებას. შახი იყო კორუმპირებული, ის იყო კორუმპირებულის გამო არ ამხობენ ეგ რეჟიმს, ყველა კორუმპირებულია. სხვა რა აი ამ იმით ხდება მიჩქვალმა თეკო, მიჩქმალვა ძირითადი მომენტების, რომ ამ აჟიოტაჟი ისტერიის ფონზე და მოსახლეობამ რომ არ აქვს ყოველას დრო რომ ახლა 20 წელი და 5 წელი იჯდეს და იყულიოს რომელიმე ქვეყანა. ვის აქვს მაგის დრო? თუ რამე ის არ აქვს ინტერესი და არ მოგწონს ეს საქმე, ხო? კვლევარი არა. ამიტომ ტენიან ამ რაღაც უაზრო რაღაცების შაბლონებით მიმართა. მე ამას უძახი შაბლონების იმედ ნასწავლი ხალხი. კორუმპირებული დიქტატორი. რომელი არ არის კორუმპირებული, რომელია დიქტატორი დამისახელი ახლომოსავლეთში და მე ვისაუბრებ. შეგიძლია ამოიყვანო ეთერში და ჩამერთოს და მითხრას რომელი არ არის კორუმპირებული და რომელი არ არის დიქტატორი. ვინდ კადრო ესე დაგისვა სასაუბროთ ამ თემებზე, როდესაც სიღრმისეულად ამდენი წელი გაქვს ნაშრომი და ნაწვალები ამ ყველაფერზე. დღეს საქართველოში რეალურად მე ახლო აღმოსავლეთის ცოდნებს როცა ვეძებდი თავიდან, როდესაც უნდა დამეწყო ლაივები ამ თემებზე და ვეძებდი, ვერავინ ვერ ვნახე, მით უმეტეს ჩვენს დონეზე ამდენი რამუშევარი და ნაკურდები რო ჰქონდეს და საპირწონეთ უნდა დაუსვა ადამიანს, როცა ასაუბრებ და დებატში დააჯენ, უნდა დაუსვა მისი განათლების დონესთან მიახლოებული ადამიანი, ამიტომ ესეც შევასრულოთ, მე მოგაყენებ ხა უბრალო ისტორიის, ზოგადად ისტორიის ცოდნა ერთია და ახლო აღმოსავლეთის საერთოდ სხვა ფაქტორია და ცალკე კვლევა ჭირდება და ზოგადი ისტორიის ცოდნა მან არ გამოგადგება რეალურად. მან ისეთი სპეციფიკური რეგიონია, მან ახლა ერთი თვე რომ არადევნო თვალყურ ახლომოსავლეთში. მე გამიჭირდება ახსნა მთელი რიგი მოვლენები. მე რომელიც წლებია ვიკლებ. იქ ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი. აქ ინსტიტუტები უნდა მუშაობდნენ. ცალკე არის გეოპოლიტიკაში, შიდა პოლიტიკა, რეფორმები, ამინდისის იქ წყლის და იმის რესურსების ეს დიდ პრობლემას ქმნის, ეს ახდენს გავლენას პოლიტიკაზე და გეოპოლიტიკაზე. სამხედრო პოტენციალი, ტერიტორიული დავები, გეოპოლიტიკური ფაქტორები, საგარეო მოთამაშეები, ვის რესურსი აქვს, რა ძალები მართავენ, ვინა შემცვლელი, დგას თუ არა ფეხზე. ამას ერთი კაცი როგორ უნდა მოეჭიდოს, ხო შეუძლებელია, ხო არ არსებობს ამისის და ვერ შეძლებს ფიზიკურად. აი მთელი ინსტიტუტების სწავლობენ, დასავლეთში ესეა, მთელი ინსტიტუტების სწავლობენ და იციან რასაც აკეთებენ, ვის როგორ იქ მართვა. ჩვენთან აგრა სათაურს წაიკითხავენ, იციან რა, თუ გინდა დააგდე და დააგინე რა, იციან რა. საერთოდ სიღრმისეულად, როდესაც შეხვალ საკითხში ვასილ, მე უკვე ან
იმისტებად მოგნათლავენ ან ამისტებად მოგნათლავენ თავიანთი ცოდნის რო არიციან ამის გამომჟღავნებას ურჩევნიათ თავიანთი შაბლონური რაღაცა ბოლოდროინდელი განცხადებების წაკითხვის ფონზე აქეთ შემოგედა უნდა გიმტკიცონ მე არარეალურზე თეთრზე შავიაო კი ბატონო არის და ზუსტად ახლა თუ ასეთი დილეტანტური იმით ხდება საკითხის მართვა ნუ თქვენ ადვილად სამართავი ხართ მაშინ თქვენ მარტივად შემოგიგდებენ თემას რაც თქვენ აგაგდებთ თემას სიღრმისეულად არიცით ვინ როგორ იყინებს საინფორმაციო იმას ამ ნაკადებს ინფორმაციული ომი თუ ინფორმაციულ ომში დამარცხდი ბრძოლის ველზე რა ვინ უნდა დაამარცხო 21 საუკუნეში ვართ ვასილ ყველაზე დიდი იარაღია ინფორმაცია დღეს ხო და თუ მენტალური მასში შენ უკვე სტერეოტიპი ისეთი გაგი ჩამოყალიბებული რომ უკვე იქ ხარ შემცდარი შენ სხვა გამარჯვებას ადეპოვი კაცო აცდენილი ხარ უკვე სწორგზას იმ გაგებით რომ იმან შემოგტანა თავისი ხედვა შენი ხედვა არ არის ეს ის გიწესებს და რა ვიცი თუ ადამიანი ხარ თავი გაბია და შენ ტვინის მაირი რაღაცა გიდევს ნუ ერთხელ უნდა გააჯან შეაჯანჯღარო მაგი კაცო არც ერთი არც დასავლური არც რუსული დასაწვავი რუსული ან ჩინური არც სამხრეთის პრესა არც ერთი არა თქვენზე მორგებული კაცო ყველა გტანიან თავის დღის წესრიგს და ვერ ისწავლეს სამა რუსთავი ორიდან იმიდან იმედიდან გაგებელი ნიუსებით ვჯელოთ კაცო გეოპოლიტიკაზე აგერ ირანის იმაზე მივედით უკვე დაამხეს ეს რეჟიმი იანვრიდან მოყოლებული მანამდე ხსნი რატომ ვერ დაამხობენ რა დაიარლიყი არ მომაწებეს ეხლა სად არიან ისინი ვერ დაამხობენ არ უნდათ ბიჭო დასავლეთური ამერიკის ის არ უნდათ ცუდად აქვს დამახსოვრებული ამერიკის ის თქვენ გინდათ რუსეთის ისევ გახდეთ შემადგენლობა არ გინდათ იმათ რატომ უნდათ ამერიკის მე იკითხეთ რა რეჟიმია თვითონ აირჩიეს ეს რეჟიმი თვითონ იცხოვრო ეს ჩვენი გასარჩევი არა როგორც თქვენ არ მისცემთ უფლებას სხვა გიკარნახოს რა რეჟიმი შექმნათ თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ თქვენ თვითონ შეცვალეთ ქვეყნაში მაგრამ სხვამ უნდა გიკარნახოს შენ როგორ წყობაში ცხოვრებ იმათ არ უნდათ ეს უნდათ შახი რომ დომებოდათ არ დაამხობდნენ